დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით. ბედნიერ და მშვიდობიან დილას გისურვებთ. დღეს არის 21 იანვარი. კი, დილიდან ვართ. ძალიან ისეთი დინამიკის ხასიათზე და ესეთი გადაცემა გვექნება ძალიან დატვირთული თემებით. ბევრი სტუმარი ყავს წინ, სპორტულ, კულტურულ და სხვადასხვა თემებზე. სამედიცინო თემაც გვექნება ძალიან საინტერესო, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად. სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმანიძე ვიქნებით 2 საათის განმავლობაში. კი ბატონო, 11-ის ნახევარამდე ვიქნებით თქვენთან ერთად და თუ რას ვნახავთ გადაცემაში, მოდით ანონსის მეშვეობით შევიტყოთ. 21 იანვრის დილის ტალღაში ნახავთ რუბრიკას დღის პროდუქტი, სადაც მარილის სასარგებლო თვისებებსა და კვებით ღირებულებაზე გიამბობთ. სპორტული სიახლეებით ჯიჯი შემოგვიერთდება, ვისაუბრებთ ფუტსალში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს იასპარეზებს. გაგიზიარებთ მსუბუქი სალათის რეცეპტს კიტრით, მდოგვითა და არაჟნის соусით რუბრიკაში შენი კერძი. ზოოტოპია 2-მა ახალი რეკორდი დაამყარა და ჰოლივუდის სტუდიებს მიერ შექმნილ ანიმაციურ ფილმებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი მოიპოვა. ბრუკლინ ბეკჰემი კი მშობლებზე დუმილს არღვევს დეტალებს ვებ-სიახლეებიდან გაიგებთ. გადაცემის მეორე ნაწილში დილის ტალღის წამყვანებისგან გავიგებთ, როგორი იქნება 21 იანვრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. რუბრიკას კივრი ამჯერად მხატვარ, არქიტექტორ და ფერმწერ ჯიმსონ გურგენიძეს ეწვია, რომელიც წლებია ზღვიდან გამორიყულ ხის ფესვებს, მორებსა და ტოტებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს და ახლებურ სიცოცხლეს ძენს. როგორ დაიწყო ელექტროობის ისტორია ბათუმში, როგორ განვითარდა ქალაქი ტექნოლოგიური სიახლეების წყალობით და როგორ შეცვალა ელექტროენერგიამ ბათუმელების ყოველდღიური ცხოვრება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შემეცნებით მიმართულებას 2 ახალი პროგრამა დაემატა. დეტალებს სტუდიაში სტუმართან ერთად გავიგებთ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. სტუდიაში ნევროლოგთან ერთად განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ხმაური ჩვენს ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე, რა პრობლემებს იწვევს და როგორ ვებრძოლოთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენი რეპორტაჟიდან გაიცნობთ მხატვარ მიხეილ კვაჭაძეს, რომელიც 60 წელია ფერწერითა და გამოყენებითი ხელოვნებითაა დაკავებული. მისი ნამუშევრები სახვითი ხელოვნების მრავალ მიმდინარეობას, მათ შორის სტილოზე ხატვას, აკრილის საღებავებით მუშაობასა და მოცულობითი ნივთების შექმნასაც მოიცავს. ვლოგი რეინჯერის დღიური რა შინაარსს ატარებს, ეს ვლოგი რას თავაზობს ბუნების მოყვარულებს და რატომ არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვისთვის. ვლოგის ავტორთან ერთად გავიგებთ. ესე იგი, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, როცა გარეთ გამოდივარ დილით, 3.5 გრადუსია სტაბილურად ავტომობილზე, რასაც აჩვენებს, არ ვიცი ზუსტია თუ არა, თუმცა ცივა ნამდვილად ცივა და შეიხსნობთ ამას, როდესაც გამოხვალთ გარეთ, კიდევ ერთხელ არ დამეზარება და გეტყვით, რომ უნდა ჩავიცვათ თბილად, უნდა შევიმოსოთ, ქუდები აუცილებლად და რა თქმა უნდა, აქსესუარი დღევანდელი დღის იქნება ქოლგა და ქუდი. თუ როგორია ტემპერატურული ფონი საქართველოში, თვალი გადავავლოთ ერთად. დავიწყოთ ჩვენი ქალაქით დღეს 21 იანვარს ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ანუ 1 გრადუსით მოიმატა ტემპერატურა.
კი, ფასე გაგრძელდება. ქობულეთშიც 6 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, ქედაში 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი, +2 იქნება შუახევში, ხულოში კი -2 გრადუსია ნავარაუდევი, გოდერძის უღელტეხილზე კი 6 გრადუსი ყინვაა დღეისთვის მოსალოდნელი. ოზურგეთში +5, ურეკში +7, ლანჩხუთში 4 გრადუსი, ასევე 4 გრადუსამდე გათბება ჰაერი ჩოხატაურში, რაც შეეხება ბახმაროს, ბახმაროში -5 გრადუსი იქნება, ანუ ყინავს. დღეს 21 იანვარს ფოთსა და ანაკლიაში ნავარაუდევია 7 გრადუსის სითბო, სოხუმში 5, ზუგდიდში კი 6 გრადუსის სითბო იქნება. ყველგან ნალექიანი ამიდია. კოპიტნარსა და ქუთაისში +5 გრადუსი, საირმეში კი -1 გრადუსი ყველგან არის ნალექი წვიმის სახით ან თოვლის სახით. თოვლ-ჭყაპის სახით, ასევე მესტიაში -3 იქნება, ბორჯომში 1 გრადუსის სითბო, ბაკურიანში -5 გრადუსამდე დაეცა ტემპერატურა, დღეს კი აბასთუმანში -3 გრადუსია ნავარაუდევი. კი ბატონო, ვინც ბაკურიანში ისვენებს, ყველას გაუმართლა პრინციპში. ახალციხეში 0 გრადუსი, გორშიც 0 გრადუსი დაფიქსირდება დღეს-დღის განმავლობაში, ცხინვალში +1, თელავში კი მზემ გამოანათა და მაგრამ -1 გრადუსია. კი, უნალექო ამინდია, ასევე დედაქალაქშიც მოსალოდნელი, თელავი და თბილისი დღეს იქნება უნალექო, თუმცა ეს ის 3 გრადუსი არ იქნება. ალბათ უფრო ყინვის ტემპერატურა იქნება რეალურად, რასაც შეიგრძნობენ დედაქალაქელები, ასე რომ ჯანმრთელობა, მარია, ჯანმრთელობა გაურთხოვთ ჯანმრთელობას. კარგი მომტანი ყოფილიყოს. დილიდან ვამბობ, რომ გვინდა დინამიკა, გვინდა რაღაცა ისეთი ენერგიული დასაწყისი გადაცემის და რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ჯიჯი შემოგვიერთდება სპორტული ამბებით. ჯიჯი დილამშვიდობისა. სულ რაღაც ერთი დღე არ გვიხილავს. ჯიჯი დილამშვიდობისა მოგესალმებით, მარია, სალომე, მივესალმებით მაყურებელს. საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება ფუტზალში, ასე რომ დღეს დღეიდან საგულშემატკივრო გვაქვს კიდევ ერთი ქართველებს ჩვენი სპორტსმენების, ასე რომ დარჩით ასე არ გადართოთ საინტერესო სტუმრებთან ერთად რამდენიმე წამში დილის დაბაში სპორტის დროა. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ვიწყებთ სპორტზე საუბარს და როგორც უკვე დავაანონსე, უნდა ვისაუბროთ ფუტსალის შესახებ, რომელიც დღეს იღებს სტარტს ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას სლოვენიაში, ლიტვაში და ლატვიაში გაიმართება ეს ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ლატვიაში იასპარეზებს და დღევანდელი მისი მეტოქე მასპინძელი ლატვიის ეროვნული ნაკრები იქნება. მოკლედ, ამ თემასთან დაკავშირებით სტუმრები გყავს, ვინ თუ არა ეს ადამიანები კომპეტენტურად შეაფასებენ საქართველოს ნაკრების გამოსვლას, უბრალოდ სტარტს ევროპის ჩემპიონატზე. ბაჩანა ამბაშიძე, ლიცენზირებული მსმელი ფუტსალის, ყოფილი ფეხბურთელი, ვეტერანი შეგვიძლია ვთქვათ და მალხაზ შამილაძე მოქმედი ფეხბურთელი. დილამშვიდობისა, მადლობა რომ შევიდა ჩვენთან ერთად ხართ. მოკლედ დღეს განსაკუთრებული დღეა, კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს იმის, რომ 22 საათიდან ჩაუჯდეთ ტელევიზორს და უგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მოდი ბაჩანა შენგან დავიწყოთ. საინტერესო ჯგუფია, ლატვია, ხორვატია, საფრანგეთი, სამივე მაგარი გუნდია. გახსნითი მატჩი, რა თქმა უნდა, მასპინძელთან ალბათ ძალიან ძნელი იქნება. რომ დავიწყოთ, შევაფასოთ ჯერ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ვიც ჩვენ სამს ეთერში შევიდოდით, საუბრობთ, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოში ბევრი ნატურალიზებული ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, ეხლა კი ყველა სულიად საქართველოს ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. რა შეიცვალა წინა ევროპის ჩემპიონატიდან ამ ევროპის ჩემპიონატამდე, როგორ მივედით იქამდე, რომ მე ესე მოვახერხე და მეორედ ვასპარეზობთ ევროპის ჩემპიონატზე. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. ესე იგი, რაც შეეხება წინა ევროპის ჩემპიონატს, შენ სწორად აღნიშნე, რომ ნატურალიზებული ფეხბურთელებით ვიყავით განედურებული და ეს მარტო ჩვენ არ დაგვაკლდება, რა თქმა უნდა. ჩვენ სამეზობლოში და ზოგადად ევროპაში იყო ეს პრაქტიკა მიღებული. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს დააკლდება ეს პირველი რა თქმა უნდა არ ვიქნებით და იქნება სხვა ქვეყნის გუნდებიც. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი განსხვავებით წინა ევროპის ჩემპიონატისგან ჩვენთვის იქნება გამოწვევა, იმიტომ რომ სწორად და კარგად აღნიშნეს შენ სრულიად საქართველოში დაბადებული ქართველი ფეხბურთელებით იქნება ჩვენ ნაკრებში გამოძახებული იქნებიან ეგინი და რო ვთქვათ, რომ გამოცდილება ევროპის გვაკლია, არა თამაშობდნენ ეს ბიჭები, დღემდე თამაშობს რამოდენიმე და თამაშობდნენ კიდე ევროპის ძალიან კარგ ქვეყნებში. ერთადერთი რაზეც შემიძლია გული დამწყდეს, ახლა სპეციალურად გადავხედე, ჯგუფებში არ მახსოვდა რა, სამწა მოვიდოდი და
თითქმის ყველა გუნდი, ლატვია გასაგებია, მასპინძელია და არ უთამაშია ჯგუფური ეტაპი, თითქმის განარჩენი ორი გუნდი, ორივეს აქვს ძალიან კარგი შედეგი. ხორვატია რო ავიღო, თამაში არ წაუგია და ფრეც არ უთამაშია, თავი ჯგუფში პირველ ადგილზე აიღო. საფრანგეთმა ყველა თამაში მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და ისიც ჩვენ გვყავდა ჯგუფში. ფავორიტია ევროპის ჩემპიონატი. თქმა უნდა, ჩვენ გვყავდა ჯგუფში საფრანგეთი და ჩვენ ვეთამაშეთ ის ფრეც რა. ამიტომ იმედიანად ვართ, მე ვიცი ახლა რა სიტუაციაც არის ნაკრებში, იმიტომ რომ მიმუშავია და ღამეებს ათენებენ ბიჭები ვიცი და როგორ მუშაობენ. ახლა წარმოიდგინე გასახდელი შეგმა გაკრული სახელი და გვარები ყველა მოწინდა ამდეგის. და რომელი ფეხი თამაშობს, უსტი მხარეები რა აქვს, ძლიერი მხარეები რა აქვს, შესწავლილი ყოლებად თავიდან ბოლომდე. მე ძირითადად იმედი მაქვს სტანდარტულების. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩევთ სტანდარტულების კარგად დაგეგმილი და შესრულებით, ამიტომ თუ გამოგვივა ის რაც დაგეგმილი არის, დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფიდან გავალთ. კი, აი მახოსაც ვკითხოთ, მახოს შენი პროგნოზი რა არის, რამდენად არის მზად ნაკრები, აი ხელა ფორუმზე სათამაშოდ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვი, სამეთერ შევიდოდით, საუბრობდით სიტუაციაზე, რა სიტუაციაც საქართველოში არის, არც თუ ისე რაღაცა პოპულარული შეიძლება არის, უბრალოდ რაღაცა ყურადღება დაკლებული სპორტის სახეობა, იმიტომ რომ არ არის ჩემპიონატი იმ დონეზე, რაღაცა ევროპის ჩემპიონატზე, აი ესე სტაბილურად გადიოდეს გუნდი. შენ როგორ ფიქრობ, რამდენად გვაქვს შანსი იმისგან ჯგუფიდან გავიდეთ, ან თუნდაც რაღაცა გაუწიოთ წინააღმდეგობა ისეთ გუნდებს, როგორც აი საფრანგეთი, ხორვატია, ლატვია. მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც ვისაუბრეთ შემოსვლამდე მე და ბაჭარო, იმიტომ რომ მე მგონია, რომ საფრანგეთი კი არის ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, მაგრამ იმდენი თამაში ჩავატარეთ ჩვენ უკვე საფრანგეთთან წინა შესარჩევიდან ეს შემდეგი შესარჩევით საფრანგეთი ხა ბოლოს შესარჩევით ჯგუფში ყავდა, იმდენი თამაში ჩავატარეთ, რომ ფიქრობ ჩვენს ნაკრებს, ჩვენი ნაკრებიც გამოირჩევა, კარგი თამაშის დაგეგმით გამოირჩევა. კონკრეტული მოწინააღმდეგისთვის მიმართული თამაშის დაგეგმით გამოირჩევა და აი ზუსტად მაგის იმედი მაქვს, რომ საფრანგეთთან ისე გავალთ, როგორც საჭირო იქნება და ხორვატიასთან ძალიან თანაბარი თამაში იქნება. ჩემი აზრით ხორვატიას ასეთი კარგი გუნდია ევროპის მასშტაბით, მაგრამ ძალიან თანაბარი თამაში იქნება. აი მასპინძლობას რაც შეეხება ლიტვის ნაკრებს ნახოთ, პირველი თამაში იქნება, ყველაფერი დამოკიდებული იქნება, როგორ გაიხსნება ჩვენამდე თამაში არის ხორვატია, საფრანგეთის თამაში. ბევრი რამ იქნება მაგ თამაშის დამოკიდებული ჩვენ ჯგუფში. ფიქრობ, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალა შეგვწევს. მით უმეტეს ნაკრებმა კარგი მოსამზადებელი გაიარა, ძალიან ბევრი ამხანაგური ითამაშეს. ჩემპიონატის ბოლო პერიოდი, ჩემპიონატის ძირითადი ბირთვი შეიკრა, 4-5 გუნდი ძალიან ძლიერი გუნდია, ეს ბიჭებიც აი კონკრეტულად მაგ გუნდებიდან არის დაკომპლექტებული ეს ნაკრებიც. მე ვერ ვიტყვი, რომ დაბალი დონე იყო წლევანდელი ჩემპიონატი, ძალიან კარგი ჩემპიონატი დაიწყო წელს, იმიტომ რომ რამოდენიმე კარგი გუნდი იყო, არა 1 და 2, არამედ 4-5 კარგი გუნდი იყო, რომელიც კონკურენციაშია შესული და კონკურენციას თავის შედეგს მოიტანს, რა თქმა უნდა, ნაკრებში. გამორჩეული აი ბაჩანა, შენ თქვი, რომ ჩვენი რაღაცა სტანდარტული მდგომარეობა და სიტუაციები უფრო რაღაცა ჩვენი ნაკრების კოზირია, გარდა ამისა ინდივიდუალურად ჩამოუყვეთ. ახლა თუ ყავს ისეთი ვარსკვლავები ნაკრებში, ვიზეც შედგას ეროვნული ნაკრები და თქვა აი ლიდერა, ხალთაძე თუ ავსტები ერთ-ერთი, რომელიც რაღაცა პროგრესირებს ყოველ მატჩი, რაღაცა სხვა პერფორმანსებს გვთავაზობს ხოლმე. არის თუ არა ნაკრებში რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ვიზეც დგას ეროვნული ნაკრები. ჩემი აზრით საქართველოს ეროვნული ნაკრები ყოველთვის და ახლაც რა თქმა უნდა უფრო გუნდია ვიდრე ინდივიდუალისტების გუნდი რა. იყო რა თქმა უნდა ძალიან განსაკუთრებით მატჩი როცა ბრაზილიელები და ნუ ყავდა ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ნატურალიზებულები იყვნენ, მაგრამ მაინც ყოველთვის უფრო გუნდი იყო და სწორედ ამის იმედი მაქვს წელსაც რა. მე მგონია რომ ეხა 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ზოგადად ევროპის ჩემპიონატი, ხო? ჩვენ პირველად 99 წელს მივიღეთ მონაწილეობა. არასდროს არ ყოფილა ისე, რომ ზედიზედ კი არა ზოგადად ევროპაზეც გავედით წინა ევროპის ჩემპიონატზე და არასდროს არ ყოფილა ისე, რომ აი ქართველი ფეხბურთელებით ძალიან ისეთია რა, მაღელვებელია, რომ შეგიძლია თავიდან ბოლომდე შენად იგრძნო ნაკრები და ქართულად ხო, ამიტომ მე ძალიან მეიმედება ეს ბიჭები, თან არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ რაღაცა მოწინააღმდეგე ჩვენ ვითამაშეთ საფრანგეთთან 4 თამაში უნდა თამაშები ჯამში. აქედან 2 ფრე ვითამაშეთ. ერთ წავაგეთ, ერთი მოვიგეთ. ანუ ბალანსი არ არის ცუდი. ახლა კი არის ლატვიასთან ცუდი ბალანსი, მაგრამ ამხანაგური თამაშები იყო ის ორიც. და ხორვატია არის ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის. ნახოთ რა იქნება. მე მგონია რომ ანუ შენ თვლი რომ ხორვატიასთან იქნება მაინც რაღაცა გადამწყვეტი ჯახი, ანუ ეგარი ყავა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი ისე ითამაშე ჯგუფური ეტაპიც, თან არც ისეთ ცუდი გუნდები ყავდა ჯგუფში.
ისე ითამაშა ჯგუფური ეტაპი, რომ მე მგონია, რომ ძალიან დიდ სურპრიზს შემოგთავაზებ. თან ხორვატიას აქვს ისტორია და გამოცდილება ევროპის ჩემპიონატების რა. ზოგადად საქართველოს ნაკრები რაღაც ისე ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში, რომ რაღაცა სახლის გუნდად იქცევა და სახში ყველა რაღაცა დაუსწრად ეთამაშება და შეგვიძლია გავიხსენოთ სლოვაკეთთან ახლა ეს პლეი-ოფი შეხვედრა ძალიან მაგრა ვითამაშეთ, გასვლაზე ცოტა გაგვიჭირდა. რამდენად არის ფაქტორი, აი გულშემატკივრის დღეს რამდენად შეიძლება შეგვიშალოს ამან ხელი თამაშს და გითამაშიათ და თამაშობთ გულშემატკივრს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფუტზალში. ზოგადად სპორტის სახეობებში ახლა გულშემატკივარისთვის კეთდება ეს ყველაფერი. დარბაზში რაღაცა სხვა აურაა უფრო დიდი და ისეთი აურა, უფრო ახლოს არიან, უფრო გრძნობან ყველაფერს. მე მგონია, რომ ძალიან არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ შეიძლება და რომელიმე მოგწეოდა მასპინძელი ნაკრები, მაგრამ კონკრეტულად ეს ნაკრები მე მაშინებს, იმიტომ რომ განვლილი გამოცდილება ის თამაშები რაც ვეთამაშეთ ჩვენ აქ ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და დარწმუნებული ვარ ლატვიასთან გვაქვს თამაშები და ხო და უარყოფითი შედეგი გვაქვს როგორც შეიძლება მე იმისი მედი მაქვს რომ კარგად შეისწავლიდნენ აქედან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ ისინიც მოუმატებდნენ ჩვენ მოუმატეთ მაგრამ ისინიც მოუმატებდნენ მან ხო წინა ევროპის ჩემპიონატზე ნუ ისტორიული შედეგი მეოთხე ფინალამდე მივაღწიეთ ოკუპანტ რუსეთთან წავაგეთ მეოთხე ფინალში რამდენად არის წნეხი რომ რაღაცა მაინც ჩვენს გულშემატკივრებს გვინდა რომ ან გავიმეოროთ მინიმუმ გავიმეოროთ და მაქსიმუმ გავაუმჯობესოთ შედეგი ეს ფეხბურთელზე რამდენად მოქმედებს რამდენად არის სტრესი გულშემატკივრებს გვინდა ყოველთვის იქნება აუცილებლად იქნება ყოველთვის მეტი ენდომება გულშემატკივარს მაგრამ ეგ მეოთხე ფინალი ძალიან ბევრ ამას მოიტანს ეხა გუნდში განწყობის იმიტომ რომ მათაც სურვილი ექნება დარწმუნებული ვარ ვიდრე სურვილი ექნებათ რომ მინიმუმ გაიმეორონ ეგ შედეგი თან ეს გამოცდილებას მოიტანს ძალიან ის იმიტომ რომ ჩვენ წეგანაც ვამბობდით ძირითადი ბაზა ამ ნაკრების იმ ნაკრებში სადაც ბევრი ნატურალიზებული ბრაზილიელი ყავდა იმ ნაკრებშიც ხდება თამაშობდა ჩემი აზრით კონკრეტულად რუსეთთან თამაშები თამაშის MVP-ც თოდუა იყო საოცარი თამაში ჰქონდა მან და ეგ ბიჭი ახლა ამ ნაკრებს კაპიტანს ძალიან დიდ გამოცდილებას მოიტანს ეგ განვლილი ევროპის ჩემპიონატი და ძალიან დიდი დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი мотиваცია იქნება ყველას. ხო, მე ვფიქრობ, რომ წნეხი არა, იმიტომ პირიქით უნდა გამოვიდნენ და რაღაცა მაქსიმალური აჩვენონ თავისი შესაძლებლობით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან ძლიერი ჯგუფია და შესაბამისად ხო რაღაცა ბიჭებს მგონი უნდა გქონდეთ ხელფეხი გახსნილი, რა. ვიღაც იმისა და დარწმუნებული ნერვულობა იქნება პირველ თამაშში. კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ის იქნება, იმიტომ რომ წეგანი თქვა ზუსტად, აი ქართულად მიყვანილი, საქართველოს გაკეთებული საქმე გამოდის უფრო რა ქართველი ბიჭებით, აი უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ეხლა თუ წინა იმაზე ის იყო, რომ ბრაზილიელი ნატურალიზებული ფეხბურთელები გვეხმარებოდნენ კონკრეტულ თამაშებში. ეხლა ეს მათი შექმნილია, უფრო მეტი мотиваცია ექნებათ დარწმუნებული. კი ბატონო, აქვე არ შეიძლება სანამ სხვა გუნდებზე გკითხავთ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებზე, საქართველოს ჩემპიონატი ვახსენეთ, რამდენად არის დონე გაზრდილი, თქვით რომ კაროც 5 გუნდი არის, მაგრამ ვიცით რომ ძირითადი ბირთვი საქართველოში თამაშობს, რამდენად არის მარტივი, აი ესეთი არც თუ ისე არ ვიცი ხა გულსვენად მე სამწუხაროდ მივხვდით იმსა სპორტული ჟურნალისტი ვარ, ძალიან არ ვარ ჩახედული ქართული ფუტზალში, რამდენად არის განვითარებული და როგორ შეიძლება ესეთი ჩემპიონატით აი ესეთ შედეგებს აღწევდეთ. გადიოდა ევროპის ჩემპიონატზე ესე მიჯრით ორჯერ. ფუტზალის დონე დღითიდღე იზრდება. ხა თუ ჩვენ როცა თამაშობთ უნივერსიტეტში როცა თამაშობდა იყო ერთი ჩემპიონატი და იყო მხოლოდ უმაღლესი ლიგა წელს უკვე 3 ლიგა, მაგრამ ძალიან ლაპარაკ ამაზე. მეორე ლიგაში ძალიან დაძაბული სიტუაცია, სადაც ახლა აკადემია თამაშობს და დარწმუნებული ვარ რომ მიაღწევენ იმას რაც უნდა და გადავლენ უმაღლეს ლიგაში. პირველი 5 გუნდი რო ჩახეროთ ახლა ხილში, ჩემი აზრით ერთ და იგივე დონის გუნდი არის რაღაცები ხა. ინდივიდუალისტებით ჯობია რომელიც კერძო კლუბებია თუ ძირითადად სახელმწიფო კლუბი არ არსებობს ფუტზალში. კერძო კლუბები ან უნივერსიტეტის თსუ-ს აქვს ძალიან დიდი ისტორია მაგალითად რა. არის New Vision-ის გუნდი, რომელიც ფაქტიურად ნაკრებით არის დაკომპლექტებული და მწვრთნელის ნაკრების ყავს, არ უნდა დავავიდეს მწვრთნელები, ხო ჩვენ მწვრთნელები ვართ და უცლელად ვახსენოთ მათი მუშაობა ვამბობთ წეგანაც, რომ ღამეებს ვათანებდით ხოლმე რა. მოწინააღმდეგის განხილვაში, ჩვენი გუნდის პლუსების და მინუსების შესწავლაში და ეს ყველაფერი საქართველოს დონეზეც გადმოიტანეს ამ მწვრთნელებმა. ეხლა 3 მწვრთნელი, 3-დან 2 მწვრთნელი მუშაობს ერთი მუშაობს PSP-ს გუნდში და მეორე New Vision-ში და ეს ძალიან ეხმარება საქართველოს ჩემპიონატს რა, იმიტომ რომ მათი გამოცდილება წინა ევროპის მანამდე სამდენი ამხანაგური თამაში და ძალიან დიდი ხანი ამ საქმეს აკეთებენ და ემსახურებიან. ძალიან ადგება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დონის გაზრდა შედეგს გამოიღებს და ერთი კიდე მინდა დავამატო, რომ
არაფერი არ იქნება კარგად თუ რეგიონები არ შეერთება ამ ყველაფერში. ძირითადად თბილისია და მახო ილაპარაკებს მაგაზე. ხო, რეგიონის ზოგიენზე მახოს კითხავ და მახო თამაშობს საზღვაო აკადემიის გუნდში, მეორე ლიგაში ასპარეზობს ეს გუნდი. რეგიონში რა ხდება ფუტზალის კუთხით, რამდენად არის პოპულარული და განვითარებული სპორტის სახეობა ჩვენს რეგიონში? რეგიონში იმიტომ მახსოვს რომ ბესეოსაც ყავდა გუნდი. კი, სწორად მან დავიწყე ფუტზალის თამაში ბაჩანასთან. ეგ იყო საწყისი ჩვენს რეგიონში ფუტზალის განვითარების პირველი ნაბიჯები იყო. ეხა ორი გუნდით ვართ, კონკრეტულად ჩვენი რეგიონი წარმოდგენილი, საზღვაო აკადემიის გუნდი მეორე ლიგაში ასპარეზობს და სპორტული სეტრის გუნდი მესამე ლიგაში ასპარეზობს. ასევე წეგამბაჩანას გამორჩა, ეხა წელს დაიწყო პირველად მეოთხე ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატი, რომელიც ვფიქრობ ყველაზე დიდ საქმეს გააკეთებს აღნიშნულ სპორტში, იმიტომ რომ მან არიან ბავშვები 16 წლამდე ბავშვები, რომლებიც აი ძალიან დიდი ის არის გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ თუ პატარა ასაკიდანვე არ დაიწყე, ძალიან რთულია ითამაშო სხვა სპეციფიკის ფეხბურთი და შემდეგ ფუტზალზე გადაერთო. და ბევრი მინახია მაგათ პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ მინი ფეხბურთში და ანუ ფუტზალში ვერ არის ისეთი მაგარი. ვერა, სხვა სტილი და სხვა სტილია ძალიან რეგიონზე რაც მინდა ვთქვა, ყველაზე რთული რაც არის, ძალიან გვიჭირს ხოლმე მატჩების მასპინძლობა. გვიწევს ეხლა კონკრეტულად ჩვენი გუნდი რო ავიღოთ 20 თამაში რეგულარულ სეზონში და 20-ვე გასვლა თბილისში ძალიან რთულია. ან ბათუმში არ მოიძებნა დარბაზი? ბათუმში უბრალოდ სივრცე ვერ მოიძებნა, სადაც ელემენტარულად ჩვენს თამაშს უმასპინძლებთ და არა კონკრეტულ ტურს მთლიანად. მესამე ლიგის სიტუაციაც იგივეა, სპორტული ცენტრის ყველა თამაში თბილისში თამაშობს. მაგრამ ყოველთვის ფეხბურთელები ძირითადად მით უმეტეს ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელები ყოფილდებით იმის რაც იმ მომენტში გვაქვს ხოლმე. მოკლედ ცენტრი არის ძირითადად თბილისი. კი, ამას დავამატებთ, შეიძლება ანუ ჩვენ ძირითადად ახლა უნივერსიტეტმა რო დაიწყო ეს ყველაფერი და თამაშობდით 2016 წლიდან 17 წლიდან უკვე თამაშობთ საქართველოს ჩემპიონატს და უმაღლეს ლიგაზეც თამაშობთ. აი იქიდან მოყოლებული სულ ეგრე გვიწევდა თამაში, ანუ არაფერი არ შეცვლა ამ ხნის განმავლობაში და ეხლა პირადად არ მეხება ეს შეიძლება და დღეს შეიძლება არ იყო ამ საქმეში და ესე კარგად არ იყო ჩახედული, მაგრამ ის ბიჭები ვინც ამას ენთუზიაზმით აკეთებენ, არაფერს არ იღებენ ამისთვის და ერთადერთი რაც უნდათ არის ის რომ ფეხბურთი ითამაშონ. ძალიან ცუდია შენს ახლა ფეხბურთი და იცი როგორია რომ შენი მაყურებლის წინაშე ვერ გიწევს და ამას ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა. და პატარებს რაც შეეხება ბოდიში შეგაწყვეტნე მანდაც კარგად ხარ შენ შეხედული და იცი რომ დინამო ბათუმიდან რომ მაგალითად ბავშვი რომელიც ვერ გააგრძელებს დიდ გუნდში ვერ მოხვდება და ვერ ხვდებიან ძირითადად 15-16 ბავშვი მიდიან და სხვა რაღაც აკეთებენ უკვე აღარ თამაშობენ ფეხბურთს და კი, როცა შეუძლიათ თავისუფლად თამაშოს ფუტზალი და ბოლოს 30 წამი გვაქვს დარჩენილი და გითხავთ აი სამ თქვენი პროგნოზით სამი ფავორიტი რომ მითხრათ ევროპის ჩემპიონატის ვის ფიქრობთ რომ შეიძლება წელს გახდეს ევროპის ჩემპიონი? ევროპას ყავს ერთად სულ 4 ჩემპიონი თორსტები. ერთი არის ვინც მოგვიგო შარშან და არ არის წელს. აღარ მონაწილეობს. იტალია, პორტუგალია და ესპანეთი. იტალია, პორტუგალია, ესპანეთი. მახო შენი პროგნოზით? არ მინდა რომ ერთ-ერთი ნაკრები თქვა საფრანგეთი, იმიტომ რომ მგონია რომ კაი, აქვე საფრანგეთს მოუგებთ დაწუნებული. კი, მგონია რომ ჯგუფში ჩავტოვებთ, მაგრამ ფურცელზე ეგრე გამოდის, მაინც ფავორიტია ერთ-ერთი და ესპანეთი, პორტუგალია აუცილებლად ვფიქრობ პორტუგალია ეხა ტოპ ნაკრებია. კი ბატონო, საინტერესო ჩემპიონატი გველოდება. მადლობა კიდევ ერთხელ რომ ვიყავით ჩვენთან ერთად, საუბრობდით ევროპის ჩემპიონატზე. მოკლედ დღეს 22 საათიდან ყველანი მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც არის პარალელურად, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ამ მატჩზე იქნება განმორთული და უგულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებს. მოკლედ შეგახსენებთ, დღეს 22 საათიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. მოკლედ ესეთი იყო სპორტული ამბები. ახლა კი მარიასთან და სალომესთან გადავდივარ და მეც გავაგზავნებ ჩვენთან ერთად გადაცემის სქერას. მარია, სალომე. ძალიან დიდი მადლობა. ჯიჯი, არ ვიცი თამაშებს არ ვადევნებ თვალყურს, თუმცა პორტუგალიას ვფიქრობ რომ გაიმარჯვებს. რაღაც ჩემი ინტუიცია ასე მეუბნება. დიდი მადლობა ჯიჯი, საინტერესო საუბრისთვის შენ სტუმრებს, ჩვენ კი ვაგრძელებთ და ტრადიციული რუბრიკის რო დგება. დღეს საკმაოდ საინტერესო პროდუქცია უნდა ვისაუბროთ. ერთ-ერთ ყველაზე უბრალო, მაგრამ ისეთ ნივთიერებაზე, რომელსაც ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად ვიყენებთ. ეს გახლავთ მარილი და დღის პროდუქტი გახლავთ მარილი.
ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ-ერთ შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ის არ არის ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკაცრავად. მე მგონი ზედმეტი მარილი მივირთვი დილიდან და კამერაც ვერ დამეწია. არა, უშავს უკაცრავად. შემადგენლობის თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, მარილის ქიმიური სახელწოდება ნატრიუმის ქლორიდია. მის შემადგენლობაში ნატრიუმის წილად 40% მოდის, ქლორის წილად კი 60%. მარილის მოხმარებით გამოწვეული ყველა ეფექტი სწორედ ნატრიუმისა და ქლორის მოქმედებას უკავშირდება. ორგანიზმისთვის ნატრიუმის მთავარი წყარო სუფრის მარილია. 1 გრამი მარილი 400 მგ ნატრიუმს შეიცავს. 1 გრამი ნატრიუმი კი 2,5 გრამი მარილის ექვივალენტურია. ნატრიუმი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც წყალმარილოვან ცვლაში იმპულსების გადაცემასა და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში მონაწილეობს. მარილი მხოლოდ მაშინაა მავნებელი, როცა მას ჭარბად ვიყენებთ. მარილი აუცილებელია წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად. ნატრიუმი და ქლორი ორგანიზმის სითხეების სწორად გადანაწილებაში ეხმარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულისთვის, ტვინისთვის და კუნთებისთვის. ასევე მარილი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში. სწორედ ამის წყალობით მოძრაობთ, ვფიქრობთ და რა თქმა უნდა ვგრძნობთ ყველაფერს. მარილის გარეშე შეუძლებელია კუნთების შეკუმშვაც. მისი დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, თავბრუსხვევითა და დაღლილობით. გაგიკვირდება, თუმცა მართლაც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, მარილი ორგანიზმს ნამდვილად სჭირდება, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, მეორე მხარეც, თანამედროვე კვებაში მარილის მთავარი პრობლემა მისი სიჭარბეა. ზედმეტი მარილი ზრდის არტერიულ წნევას, რაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებების ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორია. ასევე იტვირთება თირკმლები, რადგან მათ უწევთ ნატრიუმის ჭარბი რაოდენობის გამოდევნა ორგანიზმიდან. ზედმეტი მარილი იწვევს სითხის შეკავებას, რაც ხშირად ვლინდება შეშუპებით, სიმძიმის შეგრძნებით და დილით გაღვიძებისას თვალების ირგვლივ შეშუპებით, ასე რომ ეს ალბათ პასუხია იმაზე, თუ რატომ გისვირდება თვალები. ზედმეტი მარილის გამო ხშირად ეს ამბავი ხდება. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით მარილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას, რაც დროთა განმავლობაში ძვლების სისუსტეში გამოიხატება. სპეციალისტების რეკომენდაციით ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში დაახლოებით 5 გრამამდე მარილი უნდა მიიღოს, ეს კი დაახლოებით 1 ჩაის კოვზია. გებევრებათ ალბათ, თუმცა გეტყვით, რომ მარილის დიდი ნაწილი უკვე იმ პროდუქტებშია, მზა პროდუქტებში, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ეს გახლავთ პური, ძეხვი, ყველი და სხვადასხვა საკვები, რომელსაც ყოველდღიურად გამოვიყენებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მარილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას ზომიერად მოვიხმართ. თუ შევამცირებთ ზედმეტ მარილს და ყურადღებას მივაქცევთ იმას, რას ვჭამთ, რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე ძალიან მალე გიპასუხებს და თავს ბევრად უკეთესად ვიგრძნობთ. ასეთი გახლდათ დღის პროდუქტი. მარია ფუსებს დილიდან ფაცი-ფუცი გვაქვს, ესე იგი მესანა მარილზე ვსაუბრობ, რა ხდება, რა უნდა უთხრა მაყურებელს ასეთი ვებსიახლეებში, რომ ასე არა, მე მეგონა რომ ცოტა მისტიკურ მხარესაც შეეხებოდი მარილისას, ეს შენია. თუმცა მესმის რატომაც არის, იმიტომ რომ ძალიან დატვირთულ მდგომარეობით ვიყენებ ხოლმე სახლში მარილს. მარილი არის ძალიან კარგი გამწმენდის საშუალება დაბინძურებული აურისგან. თვალი გვეცაო ხშირად, როდესაც ვამბობთ და როდესაც რაღაცნაირად თავი გვტკივდება ან არასასურველ მეზობელს ხვდებით. ზოგადად მარილით ვწმენთ აბსოლუტურად ყველაფერს. წინეთას მაგიტო მოაყარე მარილი ოთახში. და სხვათა შორის, როდესაც დილის ტალღის ერთ-ერთ ჩვენს სამუშაო ოთახში დაძაბულობა, ისე ჩუმატყური ხოლმე. მე ვიღაცა გასრიალდება ამ მარილს. არა, მართლაც. არა, ხუმრობის გარეშე მართლაც ალბათ ნეგატიური ენერგია, რომელიც არის დაგროვილი ჩვენს ირგვლივ, სხვადასხვა ნივთიერების საშუალებით, შენი ხრიკებია ეს და ვფიქრობ მამართლებს, ხო? არა მარტო ჩემი, ძალიან ბევრი ადამიანი მარილს იყენებს აურის და ენერგიის გასაწმენდად, თუ გრძნობთ რომ ხართ ცუდად, არ ვიცი, მცადეთ მაინც, არ წააგებთ, პატარა ფინჯანზე დაყარეთ მარილი და საწულის ქვეშ უბრალოდ დააყოვნეთ, ან რა ვიცი, უჯრაზე ნებისმიერ ადგილას სახლის ტერიტორიის და დილით შემდგომ ჩვეულებრივად გადარეცხეთ და წყალს გააყოლეთ, თავს უკეთესად იგრძნობთ და ძალიან ბევრი ხრიკია კიდე, რომელსაც მე ერთ ხრიკს მეც ვიტყვი, შეგიძლიათ აბაზანაში დაყაროთ მცირე რაოდენობის მარილი და ცოტა ხნით დადგეთ. დაილექება უარყოფითი ენერგია, ალბათ რაღაცა მისტიკაში გადავედით მართლა, თუმცა მართლაც არაჩვეულებრივი პროდუქტია, ზომიერება ყველა პროდუქტში გვმართებს, ასე რომ
ზომიერება და კი ბატონო, მადლობა სალომე, ვაგრძელებთ რა თქმა უნდა ჩვენს გადაცემას, თუმცა სანამ ჩვენ საუბრობდით მარილზე, გულდესმით ამასობაში შესრულდა 9 საათი ჩვენს ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეთერში საინფორმაციო გამოშვების დრო დგება და სულხან წულუკიძე შემოგვიერთდა, იმედია მარილით არ არის მოსული. დილამშვიდობისა, სულხან მოგესალმებით. მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმები. უმარილო ამინდი კი გაგვითენდა, მაგრამ ვცდილობთ, რომ შაქარებით კბილები ვიყოთ. წესემენო დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა. ახალი ამბების დრო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდის პროცესი. ბოლო მონაცემები კი ასეთია, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი უტყის-უბანის მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე. მოძრაობა იზღუდება გუდაური კობის მონაკვეთზეც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 24-იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. ოჯახების ბინებს გასაღები ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ გადასცეს. მერის ინფორმაციით ორდენიზების 9-შვილიანმა ოჯახმა ჯამში 118 კვადრატული მეტრი, ხოლო დევაძეების 6-შვილიანმა ოჯახმა 100 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი მიიღეს. ასევე გადაეცათ თანხა-სარემონტო სამუშაოებისთვის. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების საჭუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულები და ყავთ 6 ან მეტი შვილი. პროგრამის ფარგლებში ბინები ჯამში 26 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა. დღეს ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში გადმოგვცა ბინა ბატონმა გიორგი ცინცაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა, რისთვისაც უყმეს მადლობას ვუხდით. მე ვარ 6 შვილის მამა და ამ პროექტს ველოდებოდით 3-4 წლის განმავლობაში. ვარ 9 შვილის დედა. დღეს დაგვეკავშირდნენ ბათუმის მერიიდან და გადმოგცეს ბინის გასაღები ბატონმა გიორგიმ. განცხადება დავწერეთ 1 წლის წინ და ვართ, რა ვიცი, გახარებულები, ბედნიერები. ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიის ორგანიზაციების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. ბათუმის მერიის ცნობით შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა. უწყების ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი ბათუმის სასაფლაოებს უხელმძღვანელებს. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე ეკონომიკის დოქტორი ნატალია ძიძიგური დაინიშნა. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელად თამარ გაბაიძე დაინიშნა. წარდგენისას ბათუმის მერმა ისაუბრა განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობაზე, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნანე სანდერის განცხადებას, სადაც ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს ბრალდებულ ნანე სანდერის განცხადებაში მითითებულ ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას. ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნანე სანდერის ამბობთან დაკავშირებით დაიწყება სამსახურებრივი შემოწმება, უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება. გრელანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს. კერძოდ აღინიშნება, რომ ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრელანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე მათ შეერთებულ შტატებთან საკონძო სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს. ევროპარლამენტი მომავალ კვირებში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრას, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებდა. აღინიშნება, რომ რატიფიცირების გაყიდვა მიღწეულ შეთანხმებას არ აუქმებს, მაგრამ თეთრი სახლისადმი უთანხმოების ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომელიც ევროპარლამენტის თქმით შეშფოთებას გამოიწვევს ამერიკულ ბიზნესს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით აზერბაიჯანი და სომხეთი პუტინის ტერიტორიაა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი წელი იბრძოდნენ და მოახერხე ორივე ქვეყნის მეთაურის ჩემს ოვალურ ოფისში მოყვანა. და ერთი ერთ მხარეს დაჯდა, მეორე მხარეს. ერთმა მითხრა, აზერბაიჯანის მეთაური ვარ 22 წელია და 22 წელი მის ხალხს ვკლავდი. მეორე ჯენტლმენმა მითხრა, რომ 7 წელია ვარ და 7 წელია მის ხალხს ვკლავდი. და რამდენიმე საათში ერთმანეთს გვერდით იყვნენ და როდესაც დავასრულეთ, ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და დიდი მშვიდობა ჰქონდათ. პუტინმა კი მითხრა, ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, 10 წელია მუშაობდი ამაზე, ვინაიდან ეს მისი ტერიტორიაა, განაცხადა დონალდ ტრამპმა. At 2% they weren't paying, at 5% they are. კიევში მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის 4000-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი კი გათბობის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული მასშტაბური რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიების, კერძოდ დრონების ჩამოგდების შედეგები არადაკმაყოფილებელი იყო. ყოველდღიური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა უკრაინის დელეგაციას, რომელიც აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან პოტენციურ შეხვედრებსა და დახმარების პაკეტებთან. Is what makes Europe stable and peaceful. Ukraine also deserves this. ესპანეთში ბარსელონასთან ახლოს სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და შემაკავებელ კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მატარებლის მემანქანე დაიღუპა. დაშავდა სულ მცირე 37 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულებიდან 5 მძიმე მდგომარეობაშია. მალევე სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ მატარებლიდან ყველა მგზავრი გამოიყვანეს. სამშაბათს ბარსელონას სამგზავრო ქსელის კიდევ ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ შემთხვევაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2 დღის წინ კი ქალაქ ადამუსში 2 ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მომდევნო გამოშვებით კი პირდაპირ ეთერში ტრადიციულად 10 საათზე დავბრუნდებით. დროებით. ესეც ასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მარია და სალომე ვართ. დღეს 4 შაბათია, 21 იანვარი და ახლა ერთად გადავავლოთ თვალი გადაცემის მეორე ნაწილის ანონსს. დილის ტალღის წამყვანებისგან გავიგებთ, როგორი იქნება 21 იანვრის ამინდის უტყუარი პროგნოზი. რუბრიკას კივრი ამჯერად მხატვარ, არქიტექტორ და ფერმწერ ჯიმსონ გურგენიძეს ეწვია, რომელიც წლებია ზღვიდან გამორიყულ ხის ფესვებს, მორებსა და ტოტებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს და ახლებურ სიცოცხლეს ძენს. როგორ დაიწყო ელექტროობის ისტორია ბათუმში, როგორ განვითარდა ქალაქი ტექნოლოგიური სიახლეების წყალობით და როგორ შეცვალა ელექტროენერგიამ ბათუმელების ყოველდღიური ცხოვრება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შემეცნებით მიმართულებას 2 ახალი პროგრამა დაემატა. დეტალებს სტუდიაში სტუმართან ერთად გავიგებთ. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. სტუდიაში ნევროლოგთან ერთად განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ხმაური ჩვენს ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე, რა პრობლემებს იწვევს და როგორ ვებრძოლოთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენი რეპორტაჟიდან გაიცნობთ მხატვარ მიხეილ კვაჭაძეს, რომელიც 60 წელია ფერწერითა და გამოყენებითი ხელოვნებითაა დაკავებული. მისი ნამუშევრები სახვითი ხელოვნების მრავალ მიმდინარეობას, მათ შორის სტილოზე ხატვას, აკრილის საღებავებით მუშაობასა და მოცულობითი ნივთების შექმნასაც მოიცავს. ვლოგი რეინჯერის დღიური რა შინაარსს ატარებს, ეს ვლოგი რას თავაზობს ბუნების მოყვარულებს და რატომ არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვისთვის. ვლოგის ავტორთან ერთად გავიგებთ. ესეც ასე, თვალი გადავავლოთ, თუ როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი, საკმაოდ დაბალია ტემპერატურა და საკმაოდ ცივა, ზამთარი თავის ხასიათს ავლენს, როგორც ჩვენმა სინოპტიკოსმა გითხრა, იანვარი საკმაოდ ცივი იქნებაო და დღეს ბათუმში 6 გრადუსი იქნება. 6 გრადუსი სითბო. მადლობა ამისთვის. 6 გრადუსი სითბო ასევე ქობულეთში, ქედაში +4, შუახევში +2, ხულოში -2 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 6 გრადუსი ყინვა.
კი, ნამდვილად ყინვა იქნება მთაში. ოზურგეთში 5 გრადუსი სითბო, ურეკში 7 გრადუსამდე გათბება ჰაერი და ნალექიანი ამინდი იქნება. ლანჩხუთსა და ჩოხატაურში დღეს 4 გრადუსი სითბო ან ავარაუდები, ბახმაროში კი -5 გრადუსი ყინვა მოსალოდნელი. ნამდვილად ასეა. ფოთში და ანაკლიაში +7 გრადუსი, სოხუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, რაც შეეხება ზუგდიდში +6 გრადუსი იქნება. კოპიტნარსა და ქუთაისში დღეს 5 გრადუსამდე გათბება ჰაერი, საირმეში კი -1 გრადუსი იქნება ნალექიანი ამინდის ფონზე. მესტიაში -3, ბორჯომში +1, ბაკურიანში -5, აბასთუმანში კი -3 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. დღეს 21 იანვარს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ახალციხეში იქნება 0 გრადუს გაუტოლდება, ასევე გორში ტემპერატურა ცხინვალში კი +1 იქნება. დღეს უნალექო ამინდია თელავში, თუმცა 1 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. და ოდნავ ხედავთ მზეს თბილისშიც, თუმცა ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ 3 გრადუსი იქნება. ასეთია ტემპერატურული ფონი ჩვენ საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ ნელ-ნელა თითო გრადუსით მოგვემატება ტემპერატურა და თბილამინდებსაც რა თქმა უნდა ვიხილავთ და შევეხებით. ახლა კი რა თქმა უნდა ჩვენს გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანი და ყველასთვის საყვარელი რუბრიკის დრო მოვიდა, რუბრიკა სკივრი. ვისი სკივრი უნდა გავხსნათ დღეს? ძალიან საინტერესო ბათუმელი კოლორიტი ადამიანის სკივრი უნდა გავხსნათ. ჩვენი ქალაქის კოლორიტია ნამდვილად ეს ადამიანი, ბათუმელი ხელოვანის, მოქანდაკის, ფერმწერის ჯიმსონ გურგენიძის ნამუშევრების შესახებ მოგიყვებით. ჯიმსონ გურგენიძე წლებია ზღვიდან გამორიყული ხის ფესვებისგან, მორისგან, ტოტებისგან ნამუშევრებს ქმნის და მათ ახლებურ სიცოცხლეს შედევრებს აკეთებს ფაქტობრივად. რამდენიმე დღეში ბატონ ჯიმსონს 80 წელი შეუსრულდება. დილის ტალღის სახელით მას ვულოცავ იუბილეს ჯანმრთელობას, დიდხან სიცოცხლეს და კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს უსურვებ. დანარჩენი კი გავიგოთ რუბრიკიდან სკივრი. ბატონო ჯიმსონ, მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით შემოქმედებას. რას ნიშნავს, როცა ამდენი ნამუშევრის გარემოცვაში ხართ? სიამოვნებს. ტყუილა არ მიცხოვრია, არა მხოლოდ ჩემ ინტერიერში. ქალაქშიც რო გავდივარ, თითქმის ყველა კუთხეში დადგმული მაქვს, გაკეთებული მაქვს. ბოცორია ყველას უყვარდა რომ გავაკეთებ. სურათებს იღებენ, მასთან მიდიან, ხურდასაც უტოვებენ, მისალმებიან, მადლობასაც მიხდიან, კვალი დავტოვე. მოვალი თაობებისთვის, თანაკალაკელებისთვის. რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი? აქ რაც არის, ალბათ აი ბოლო ნამუშევრები, იმიტომ რომ ჯერ კიდე იმ გრძნობებში ვარ, სულ ახლახან გაკეთებულია და ალბათ მაგითო. აი ეგდო რა ნაპირზე, ასეთი რამ. ვერ მიხვდები, ვერ შეიძლება ამისგან გამოვიდეს და შეხედეთ რა გამოვიდა. ძალიან სიმპათიური დრაკონჩიკი. ძალიან. ესე იგი და ფრთებიც ამოდის რა, ნახეთ. რთული არ არის ამის გაკეთება? რთულია რა თქმა უნდა, მე გააჩნია მასალას. ზოგი ისეთი მასალაა საიზღარი, რომ ვერ დაამუშავებ წესიერად. რაც უფრო მყარი მასალა, მით უფრო კარგად მუშავდება. ყველაზე კარგი არის ბზა, აი ბზის ბევრი ნიმუშები მაქვს. კაკალი, კარგია, ბალი. და ეს რა მასალა არც ვიცი რა. ძვირფასი მასალა არ იქნება. მე ძალიან მიყვარს ეს მაგალითად. ასოციაცია თუ არ დაიბადა აი ასეთ რაღაც უჩვეულო საგანს რო ნახავ, ხო, რა იფიქრებ რა შეიძლება ამისგან გამოვიდეს. აი როცა პირველ რიგში დაბეჭდილება მე რეალიზდება და რაღაც კონკრეტული თემა ჩდება, რა თქმა უნდა, მაყოფილდები და გამოდის ის, რასაც ჩაიფიქრებ. ზღვა რო ამოაგდებს, მორს, რაღაც ფესს, ხო? თვითონ კარნახობს რა, თემას გაძლევს. ნაპირზე ვიპოვე, რაც საოცარი რაღაც არის იქ. აი ნახეთ როგორ არის ფესვების შეზრდილი ერთმანეთთან. ჩემი წარმოდგენი ფესვი ხო ცალ-ცალკენ მიდის, არა? აი ნახეთ როგორა სასწაული რა, მოქარგულივით არის. რა ქვია ამ ნამუშევარს? რა დაარქვით? ფსიქეა. რატომ? იმიტომ რომ რომანტიკულ ხასიათს აყენებს, განსაკუთრებით აი მისი თმები და მისი პლასტიკა.
მედუზა გორგონა ძალიან მომწონს. მისი შექმნის ისტორია მოგვიყევით, აბა? აი აქ მაგალითად თუ კი გიბიძგავდა იმისგან რომანტიკული კომპოზიცია შეგექმნა. გორგონას ფესვები ნახეთ როგორ არის, გველებივით არის, ხო? და ეგრევე დაიბადა თემა მედუზა გორგონასი. კიდე კაი მსხვილი მასალა იყო, რომ სახეც გამომეჩინა. აი ესეც ნაპოვნია. თან ვაზია ეს, რომ იცოდეთ, ნახეთ. ლამაზი ტექსტურა, ფერი. ხო მაგარია. ძალიან ლამაზია. დამუშავებას რამდენი დრო სჭირდება? რამოდენიმე თვე უნდა თქვა, გააჩნია ზომას მასალას. ზოგ საჭირდა ნახევარი წელიც და ზოგი ერთ თვეში გაკეთდა. რაც შეეხება ახლა ბატონო ჯიმსონ ჩვენს წინ განთავსებულ ნამუშევრებს. მოდით ამაზეც გვიამბეთ, რა ისტორია იმალება ამ ნამუშევრების მიღმა. აგერ ბიჭი მერი ქიფე, ხო, თქვა და ეს სუვენირად ჩუქნი ხოლმე, ქალის გამოსახულებები. ნუ ეს უკვე სერიოზული თემა იყო, მთხოვეს მემორიალზე ქანდაკებების დადგმას აპირებენ სავეთ, მაგრამ დღემდე ვერ რეალიზდება მათი იდეა. ნუ ნახოთ თუ გამოვა. დავარქვი მიხო. კაი, ნაკეიპარი კაცი, ჩაეძინა, შეეხუტა დოქს. და კირქვა, ესეც ვიპოვე ტროტუარის პირას, ეგდო, ვინ დააგდო, რატო დააგდო, წამოვიღე და სასიკეთოდ დაუგდია, ვინც დააგდო. ქართველის ხასიათი იგრძნობა, ხო? ნამდვილი ქართველის. მეუღლემაც, მისაყვედურა შვილმაც სულ პროექტებს ვაკეთებ, ან ძერწავ, ან ყაზავ. რა მხატვარი ხარო, თუ ჩვენი პორტრეტი ვერ დახატეო, დამხატე. რომელი უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ? ხატვა თუ ქანდაკების შექმნა? ხეზე მუშაობა? მოქანდაკე ვარ. მასალასთან მიყვარს მუშაობა. ქვა, ხე, მეტალი, როცა დავბერდები, ფუნჯი და ფანქარი უკვე შესაძლებელიც იქნება. გული წდება იმაზე, რომ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი არაა ბათუმში. მას ეკუთვნის ყველაზე მეტად. რუსები იქეთ გაყარა, თურქები აქეთ. განთავისუფლება ბათუმი. რა თქმა უნდა, უნდა გამოცხადდეს კონკურსი, უძლიერესმა უნდა გაიმარჯვოს და უნდა დაიწყოს. ეს აუცილებელია. კაიხანია შექმნილი მაქვს მე კომპოზიცია, აგერ გაჩვენებთ. ადგილიც შერჩეულია. თავარია რომ შესრულდეს. ვაგზავნებ ჩემ მოღვაწეობას. ჯერ ჯანღონი არ მხალატობს. რა თქმა უნდა, მე არ ვაფასებ ჩემ შემოქმედებას. ამას მივანდობ საზოგადოებას. იმ ბათუმელებს, რომლებისთვისაც მე ვიღწვი, მუშაობ და ვარსებობ. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მელანოს, არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული მადლობა ბატონ ჯიმსონს. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მას ძალიან მალე 80 წლის იუბილე ექნება და ვიმედოვნებ, რომ მთელი ქალაქი ჩაერთვება და სასწაული იუბილეს გადაუხდიან ამ ადამიანს, იმიტომ რომ იმსახურებს მართლაც თქვენი თითები შედევრებს ქმნის და ჩვენ ვამაყობთ თქვენით ბატონ ჯიმსონ, დიდხანს სიცოცხლე და დიდხანს იყავით ჩვენთან ერთად. უერთდები, რა თქმა უნდა და საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას. მე-6-დან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეთათვის და მათი მშობლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს რამდენიმე წუთი, ვისაც გსურთ შეიძინოთ ცოდნა და ჩაერთოთ საგანმანათლებლო პროგრამაში. აჭარის მუზეუმები წელს უკვე მეორედ პროექტს ამზადებს. ერთ-ერთი სახელწოდებაა ელექტროგანათება და კომუნიკაციის ევოლუცია ბათუმში. ნათია იმნაძე, მუზეუმის საგანმანათლებლო და შემეცნებითი სამსახურის ხელმძღვანელი ისაუბრებს ილამშვიდობისა მოგესალმებით. მადლობა მოგზანებისთვის. საკმაოდ საინტერესო თემაა, თუმცა მოდით ჯერ პროექტის შესახებ ვისაუბროთ და შემდგომ უკვე თავად ელექტროგანათების თემაც გავშალოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, შემჩნევისთვის ჩვენი ახალი პროგრამის. საიდან წამოვიდა იდეა? იდეა წამოვიდა ჩვენთან მუზეუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა მსგავსი სახელწოდებით ღონისძიება, რომლის იდეის ავტორი არის ღონისძიებების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ჩხარტიშვილი. შემდეგ ამ ღონისძიებას მოყვა იმდენად დიდი გამოხმაურება, იყო მასწავლებლების დარეკვები, მოსწავლეების ითხოვდნენ, რომ და გადავწყვიტეთ საერთოდ მთელი ჩვენი გუნდის ძალისხმევით დაგვეწერა ეს საგანმანათლებლო პროგრამა, ცოტა სახელი შეუცვალეთ, თავიდან ერქვა კომუნიკაციის ტრანსფორმაცია და ეხლა დავარქვით ელექტროგანათება და კომუნიკაციის ევოლუცია. და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ პოპულარული გახდება ჩვენს მუზეუმში, როგორც სხვა დანარჩენი პროგრამები, სულ 18 პროგრამა არის ჩვენს მუზეუმში და ეხლა დაემატება კიდევ 2 ახალი პროგრამა.
და ვიწვევთ ვისარგებლობ შემთხვევით და მინდა მოსწავლებლებს მოუწოდო რომ გვეწვია როგორ ხდება ჩართვა ამ პროგრამაში? რა თქმა უნდა, როგორც ყველა საგანმანათლებლო პროგრამა, პედაგოგი რეკავს, ჯავშნის ვიზიტს და რა თქმა უნდა, გიდები მოემზადებიან, პრეზენტატორები ადგილზე დახვდებიან და ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გრძელდება 1 საათის განმავლობაში. 1 საათის განმავლობაში საკმაოდ ცოტა დროა, თუმცა ალბათ განსაკუთრებული უნარებია საჭირო იმისათვის, რაღაცა ისეთი მონაცემები, რაც უნდა ჰქონდეს. დიახ, პროგრამა ინტეგრირებულია უფრო ფიზიკა და ისტორიის საგნებთან. და ვისაც ამ საგნების მიმართულება აინტერესებს, ასეთ მოსწავლეებს, დიდი სიამოვნება ელით, რომ მოусმინონ ამ პროგრამას, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესოა. რამდენად არის აქტივობა მოსწავლეების მხრიდან? ამგვარი პროექტები ბუნებრივია, ბავშვები რომ მუზეუმში მივიყვანოთ და ადამიანები ზოგადად რომ უფრო პოპულარული გახდეს და უფრო მეტად გავაქტიურდეთ მუზეუმში. ჩვენი მუზეუმი ამ მხრივ საკმაოდ განებივრებულია. აქტივობაც სრულიად მაღალია. 2025 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო. სულ ჩატარდა 155 საგანმანათლებლო პროგრამა. და გვინდა რომ მომავალში ეს ციფრი კიდევ გავზარდოთ და უფრო კარგი შედეგი დავდოთ, ვიდრე იყო შარშან. არის თუ არა შეზღუდული რაოდენობა მოსწავლეების? დიახ, პროგრამის დროს შეზღუდული არის რაოდენობა, მაქსიმუმ 25-30 ბავშვი შეიძლება რომ მოთავსდეს ჩვენს დარბაზში. ანუ ეს პრეზენტაცია ხდება თემის დარბაზში, ხო? დიახ. მოსწავლეების არის შემეცნებითი ნაწილი, შემდეგ არის ინტერაქტიული ნაწილი, ასევე არის დისკუსია, პრაქტიკული ნაწილიც. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბავშვის ანალიტიკურ აზროვნების განვითარებას. ხო, რატო არის მნიშვნელოვანი მსგავსი? მნიშვნელოვანია, მოაქვს ბავშვისთვის დიდი სარგებელი, რადგან ისხებულობს შემეცნებით ცოდნას სკოლისგან სხვა გარემოში, მუზეუმში, სადაც გარდა იმისა, რომ ღებულობს შემეცნებით ცოდნას, ასევე ის მასში ვითარდება სხვა უნარები, თუნდაც პატრიოტული კი ბატონო უნარი. ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ცოდნა და თავისი ქვეყნის კუთხის ისტორია. რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა და რა თქმა უნდა, ბათუმს რაც უკავშირდება, ეს განსაკუთრებით საინტერესოა და საკმაოდ ისეთი დამაინტრიგებელი სახელწოდება ელექტროობის ისტორია ბათუმში. აი ამ შესახებ პატარა დისკუსია რა გქონდა. დიახ, თქვენ მოგიხსენებათ, რომ ბათუმის სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ყოველი ეს კომუნიკაციის განვითარება ნიშნულოვანი იყო ბათუმისთვის და პირველი შუქი ალბათ იცით რომ იყო ცეცხლი იყო როგორც დიახ ჩირაღდნები აქედან წამოვიდა უკვე ჩირაღდნებით განათება შემდეგ უკვე ნავთის ლამპებით რომელიც პოლონელმა მეცნიერმა დამოვიწყდა ახლა გვარი სტანისლავიჩმა გამოიგონა და ამით ხელი შეუწყო ინდუსტრიული რევოლუციის განვითარებას. შემდეგ უკვე ელექტრონათება გამოჩნდა ბათუმში ქალაქის პირველი მერის ლუკა ასათიანის ძალისხმევით, რომელმაც პეტერბურგში დააპროექტეს, ანუ ის რომ ერთ-ერთ ფირმას კერნის ფირმა იყო ასეთი, უნდა შეესრულებინა ეს სამუშაოები 100,000 მანეთად ერთი წლის მანძილზე, უნდა დაემონტაჟებინა ელექტროსადგური. და 1901 წელს უკვე შეასრულა ფირმამ ყველა ვალდებულება და ბათუმში ელექტროსადგური ამუშავდა. თქვენ იცით რომ ეს შენობა ახლაც იგივე ფუნქციას ასრულებს და არის მაშინდელი იყო ელექტრონის ქუჩა ერქვა, ეხლა კი მგონი 9 მარტი, ხო? 9 მარტის ქუჩა. თუ არ შეიცვალა ზუსტად არ მახსოვს. თბილისის მოედანთან ახლოს. დიახ. და ისევ იგივე ფუნქცია და დატვირთვა აქვს როგორც მაშინ. შესანიშნავია, მოკლედ, საკმაოდ საინტერესო თემებზე შეუძლიათ მოსწავლეებს დისკუსი გამართონ, იქვე ადგილზე ნახონ ალბათ ის ჩირაღდნები, საწყისი, რაც იყო ამ ელექტროობის და კიდევ რამდენიმე თემა იქნება ამ პროექტში ჩართული. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, რომ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ტარდება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აჭარის მუზეუმების ეგიდით ტარდება. ნათია იმნაძე გახდა ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა და წარმატებები. ჩვენს ეთერში კი ძალიან გემრიელი რუბრიკის დრო დგება. დილიდან გვიყვარს ხოლმე
ქეთას ხილვა და უკვე რეცეპტის ნახვა. თუმცა ახლაც არ არის გვიანი და შეგიძლიათ ეს რეცეპტი თქვენი დღის კერძი გახადოთ. შევიხედოთ ქეთასთან. დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი. დღეს გიმზადებ უგემრიელეს და უმარტივეს სალატს კიტრის და სიმინდის. დღეისთვის აღჭურდება იასამნისფერი ხახვი, მწვანილი, კიტრი, სიმინდი, რომელიც ამ შემთხვევაში მაქვს კონსერვირებულ მდგომარეობაში. ასევე დაგჭურდება ყველი, რომელიც ამ სალათისთვის არის საიდუმლო ინგრედიენტი, იმიტომ რომ აძლევს ძალიან რბილ და ნეიტრალურ გემოს. ასევე соусისთვის გამოვიყენებთ მარილს, მდოგვს, მაიონეზს და არაჟანს. პირველ რიგში ავიღოთ კიტრი. ბოლო კუთხეები მოვაჭრათ. და ჩვეულებრივად აი ესეთ რგვალ ნაჭრებად დავჭრით. კიტრს არ ვთვლი, იმიტომ რომ არის ახალი ქორფა კიტრი და ნუ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ კანი გემრიელია და ამავდროულად არის უფრო სასარგებლო, ვიდრე შიდა ნაწილი კიტრის. აი ესე. კიტრი გადავიყენოთ ცალკე ჯამში. აი ეს. კიტრი დაჭრილია, შეგვიძლია ახლა გადავიდეთ ხახვის დაჭრაზე, რომელსაც ნახევარს გამოვიყენებ. ხახვის უბრალოდ ესე მრგვალებად ვჭრით. ხახვი თან დავშალოთ და ისე გადავიტანოთ, რომ მოიფანტოს და არ იყოს შეწებებული ერთმანეთს. მოდი ახლა დავჭრათ მწვანილიც. ამ სალათისთვის მე გირჩევდით, რომ არჩევანი გააკეთოთ კამაზე, იმიტომ რომ ამ სალათს მართლა რაღაც განსაკუთრებულ და უცხო გემოს აძლევს, რომელსაც სხვა ერთ-ერთი მწვანილი ვერ მისცემს. ამიტომ გამოვიყენოთ კამა. გადავიტანოთ ახლა კამა ჯამში. მწვანილი გადავიტანოთ უკვე ჯამში. ახლა დავუმატოთ სალათს კონსერვირებული სიმინდი. ცოტა ყველი. მე მაქვს მოცარელა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. რა თქმა უნდა, სუგურის მერე. ეხლა უკვე მოვამზადოთ соуსი. соуსისთვის კიდევ ერთხელ ჩამოგეკლით ინგრედიენტებს, დაგჭირდება მარილი, მდოგვი, მაიონეზი და არაჟანი. პირველ რიგში ავიღოთ მაიონეზი. გადავიტანოთ არაჟანი. ერთი კოვზი არის სრულიად საკმარისი. ახლა ავიღოთ მდოგვი. მდოგვი დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი, ერთი სუფრის კოვზი და მარილი. მარილს მოვაყრით ცოტა სალათსაც. აი ესე. ახლა соуს კარგად აურევთ. соуსი მზად არის, მივიღეთ ესეთი მოყვითალო ფერი. გადმოვდგათ ახლა სალათი. გადავიტანოთ ეს ჩვენი соуსი. соуსი გადავიტანოთ, ახლა კი შეგვიძლია ჩვეულებრივად კარგად ამ სალათს მოვვრიოთ. ესეთი ჯანსაღი კიტრის სალათი გამოგვივიდა, მაგრამ თუ გინდათ რომ სრულიად ჯანსაღი იყოს, მაშინ არ გამოიყენოთ მაიონეზი და გამოიყენეთ არაჟანი და მდოგვი. იმიტომ რომ მაიონეზი როგორც იცით, არც თუ ისე სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ რას ვიზამთ მაინც უხდება ყველაფერს. ამ უგემრიელესი სალათით დაგემშვიდობებით მე დღეისთვის. მომდევნო რუბრიკამდე კეთილი სურვილებით ნაყოფის.
ესეც ასე გემრიელი კერძი მოვამზადეთ და ვფიქრობ ღირს მომზადებათ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი პროდუქტებით არის გაჯერებული კი ნამდვილად და დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეაო რადიოდან სწორედ ამ თემით შემოგვიერთდებიან. აი მიკვირს როგორ გამოგჩა ჩახუტების დღე, იმიტომ რომ არასოდეს არ გრჩება ხოლმე ასეთი დღეები, როდესაც რაღაცა შენ დილიდან მარილი მომაყარე და მე მაგითო არ ჩაგეხუტე. დღეს ეს ჩახუტების დღე და ჩავეხუტოთ ერთმანეთს უმიზეზო. უმიზეზოც. მიზეზი ისაა რომ ჩახუტების საერთაშორისო დღე რადიოს დროა ჩვენს ეთერში. თანამედროვე ქართული კულტურული ცხოვრების ნაწილი. რადიო აჭარის ეთერში. FM 104.5. ერთხელ მოძებნა და გააჩერე. ბათუმი FM 104.5. ქობულეთი FM 96.1. ქედა FM 106.1. შუახევი FM 106. ხულო FM 104.1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მივესალმებით უკვე ტელემაყურებელსაც, ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ 21 გიგზავნით აქედან გულითად ჩახუტებას. 21 იანვარს მსოფლიო უჩვეულო, ისთვის უჩვეულო, ისთვის არაუჩვეულო დღესასწაულს აღნიშნავს ჩახუტების საერთაშორისო დღე. რომელიც 1986 წელს შეერთებულ შტატებში დაარსდა და როგორც ეროვნული ჩახუტების დღე და მერე მსოფლიომაც აიტაცა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ტრადიციის თანახმად ამ დღეს უცნობ ადამიანსაც კი შეიძლება ჩაეხუტო ფსიქოლოგი ანანო დიასამიდე მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში. არა ჩასახუტებლად, არამედ ჩახუტების ფსიქოლოგიაზე სასაუბროთ. ანანო მოგესალმებით, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად და ჩახუტების დღესაც. მადლობა. ფსიქოლოგიური დატვირთვა ჩახუტების კავშირია ადამიანებს შორის და რა პროცესია ეს? დიახ, ძალიან სწორი და საინტერესო დრო შეირჩა ამ დღის აღსანიშნავად, იმიტომ რომ ზამთარში მოგვეხსენება სეზონური დეპრესიები, როგორ მატულობს, იქიდან გამომდინარე, რომ D ვიტამინი ნაკლებია, სოციალური ურთიერთობების დეფიციტია, უამინდობის გამო, ღამე უფრო გრძელია, შესაბამისად ცირკადული რიტმიც გრუღავა და ზოგადად ადამიანის ფსიქიკაც ამ დროს უბრალოდ უფრო მოწყვლადია. ამიტომ ჩახუტება ამ პერიოდში ძალიან კარგი გამოსავალია ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. თუნდაც ბიოქიმიური, ნეირონული თვალსაზრისითაც რომ ავიღოთ, რას აკეთებს ჩახუტება. სეროტონინი გამოიყოფა, ოქსიტოცინები გამოიყოფა, ბევრად უფრო ბედნიერები ვხდებით და ძალიან კარგად აისახება ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე და სხვათა შორის ძალიან კარგი პრაქტიკები დაინერგა თუ კანადაში დაიწყო ეს, რომ ახალშობილიც როცა იბადება ეს მისთვის რამდენად სტრესული პერიოდია, უკვე ის skin to skin ეს ეძახიან, კანი-კანთან შეხება, ეს პირველია, რასაც აი სუროგაციის შემთხვევაშიც როცა იბადება ბავშვი, აუცილებლად მშობელს დედას ან მამას ახუტებენ, იმიტომ რომ სუნთქვა რეგულირდება, გულისცემა რეგულირდება და ძალიან დადებით ემოციებთან ასოცირდება. და ასევე ასაკის მიხედვით, აი შენ უკვე ახსენე კანის-კანთან პრინციპი და მე ნებისმიერი ასაკი როცა შემოდის ცხოვრებაში, მშობლის და შვილის ურთიერთობაში, ძალიან ხშირად არის ხოლმე რჩევები ფსიქოლოგებისგან სხვადასხვა პრობლემის დროს, როცა ტირის ბავშვი სიტყვების და ამის გარეშე ჩახუტება ხსნის ძალიან სერიოზულ სტრესსაც კი ამბობენ და ეს როცა შენ შულს ეხუტები, შენ საყვარელ ადამიანს ეხუტები, სხვა ემოციაა, მაგრამ ამ დღის დაწესების მიზანიც არის ის, რომ გარდა საკუთარი ადამიანისა, მაგრამ აქ არის ახლა მეორე ფაქტორი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჩახუტება თვითონ უჭირს შინაურ ადამიანებთანაც კი, არამც თუ გამლელთან და უცხოსთან და ხშირ შემთხვევაში პირადი საზღვრების დარღვევად შეიძლება ეს ჩაითვალოს. აი ახლა რა ხდება ამ ამბავში? 86 წელს ამაზე არ ფიქრობდნენ. პირადი საზღვრების თემა და ეს ფსიქოლოგიური ნარატივები მაშინ არ იყო? კიდე და გეთქვა?
სწორი მესიჯი უნდა ჩავდოთ ალბათ. ანუ ზოგადად ყველაფერში ადრე მისალმებაზეც და მის პოზიტიურ გავლენაზეც საუბრობდით. ანუ სწორად უნდა იყოს სწორი ადამიანისგან. ანუ გააჩნია მე რა მომენტში მჭირდება ჩახუტება, რა ემოციის გაზიარება მჭირდება. ადამიანი არის სოციალური არსება თავიდან ბოლომდე ხო და მას სჭირდება ურთიერთობები. ერთ-ერთი ფუნდამენტური შეიძლება ითქვას შიში რაც გვაქვს, ეს არის მარტოობის შიში. გვეშინია საკუთარ ფიქრებთან ხშირად თუნდაც მარტო დარჩენა და ადამიანის ყოფაც ესეთია, ანუ არის რაღაცა იქნება ეს ბედნიერება, მხიარულება, რაღაცა კარგი თუ პირიქით ნეგატიური, მე მჭირდება რომ ეს სხვას გავუზიარო. და ფიზიკური კონტაქტი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ძალიან კარგი ექსპერიმენტი ჩაატარეს სხვათა შორის, ორი ჯგუფი ყავდათ. და ანუ სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა ერთ-ერთ ჯგუფს უთხრეს რომ იქო საშიში რაღაცეები გელითო ძალიან გეტკინება თუ ეს პროცესი მწარე იქნება მტკივნეულია ხო მეორე ჯგუფს უთხრეს რომ არაფერი სერიოზული უბრალოდ გამოკითხვის ფორმატით ჩატარდება და როცა დააკვირდნენ მათ ქცევებს დაინახეს რომ ის ჯგუფი რომელსაც საფრთხის მოლოდინი ჰქონდა ბევრად უფრო ახლოს იყო ერთმანეთთან ახლოს დასხდნენ გაზიარება დაიწყეს ერთმანეთთან თავიანთი ემოციების ანუ ამ შიშმა დაახლოვა ისინი, ანუ ნებისმიერ მომენტში, როდესაც ადამიანი განიცდის სტრესის საშიშროებას, უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს, რომ ადამიანთან ახლოს იყოს, ანუ ამით იმცირებს თითქოს ამ მდგომარეობას, ანუ იმჯობესებს. იგივეა დადებითი ემოციის შემთხვევაში. ყველაფერი ნეგატიურში შეიძლება აი პოზიტივის და რა თქმა უნდა, კი. ანუ მსოფლიოც იმიტომ გვიქმნის ეთქობა ნეგატიურ საჭიროა. კარებას, რომ ჩვენ უფრო დავაახლოვდეთ ერთმანეთთან. საინტერესო. ხალხმა რომ ერთმანეთი ვიპოვოთ. ალბათ მსოფლიო პოლიტიკა ამისკენ არის მიმართული. და რა შეიძლება გამოიწვიოს ნაკლოვანი, ანუ ოჯახში ხო დეფიციტმა ასე ვთქვი ბავშვებში. კი, რაც ნახეთ ამასაც თავიდანვე ხაზი გავუსვით, რამდენად დადებით ემოციებს იწვევს, შესაბამისად მენტალური სტაბილურობა, უფრო ჯანსაღი მდგომარეობა, ფსიქიკური ამ დროს. რა თქმა უნდა, დეფიციტი პირიქით უარყოფითად აისახება ჩვენზე, სოციალური ურთიერთობის ნაკლებობა, ისეთი ადამიანის არარსებობა, რომელთანაც შემიძლია რომ რაღაც გავაზიარო, რომელისგან შემიძლია რომ ხარდაჭერა მივიღო ბავშვისთვისაც ეს არის ჩახუტება, ხო? გრძნობს რომ მარტო არ არის, გრძნობს რომ ვიღაცა ყავს მზრუნველი, ვინც მის ემოციებს იზიარებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის დავაკვირდი, რომ პანდემიის დროს დაბადებულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ფიზიკური კონტაქტი, ანუ ვისაც მოუწია იზოლაცია ცოტა ხნით საზოგადოებისგან. ეს რაღაც ჩემი პირადი დაკვირვებასავით არის, რომ ძალიან ნაკლებად ემპათიურები არიან, შეიძლება ვთქვათ ამ კუთხით. საინტერესო სხეულის ენა გამახსენდა ახლა და კიდევ ერთი მაგალითი აქტივობა სხეული როგორ უნდა გამოიცნო, ვთქვათ მეორე ადამიანისგან სურვილი იმის თუ რას აპირებთ. თუნდაც ეს შეიძლება მისამება იყოს ხელის ჩამოთმევა ასე შემდეგ და თან თქვენც ახსენეთ რომ მნიშვნელობა აქვს იმას რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას და აი მაგალითად ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან და მეორე ადამიანს უნდა რომ ჩაეხუტოს, იცი როგორ აკეთებს? ჩამომართო ხელი, აი შენ თქვათ მე მინდა რომ შენ ჩაგეხუტო და შენ არ გინდა ეს. შენ არ გინდა ეს და მაშინ ეს ხელი მიდის ასე და აი აქ აჩერებს ამით. ამ მოძრაობით. ანუ ნიშნავს რომ იმის იქეთ სივრცეს არ აძლევს რომ ვთქვათ დაკმაყოფილდეს ადამიანი მისამებით. რამდენად ამბობს ჩვენი სხეული გარეგნული მახასიათებლებით რომ ვთქვათ ჩვენ საჭიროებთ ჩახუტებას. კი, ზოგადად ჩვენი სხეული იმაზე ბევრ რამეს გვეუბნება ვიდრე გვგონია. ნამდვილად. თუნდაც აი ადამიანი რო შეხვდება ქუჩაში გამნელი იმ პოზით დგომითაც მიხვდები, მას შენ თელაპარაკი სურს თუ არა, ან ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ შენკენ უნდა იყოს მოტრიალებული. ზოგი არის, რომ პირიქით იქეთ ან 90 გრადუსით ტრიალდება და ეს იმის მანიშნებელია, რომ მეჩქარება არ მაქვს საუბრის დრო და უნდა წავიდე. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ჯდომის დროსაც როგორ არის ჩვენკენ არის თუ არა ადამიანები. მე ვიცი ადამიანების საერთოდ არ აინტერესებს რა გრადუსით გახარ, მაინც გელაპარაკებიან. ზურგითაც რომ მიგდე გელაპარაკებიან, რომ მიდიოდე მოგხსნებენ და გელაპარაკ. არსებობს ლაპარაკის მოყვარული ადამიანებიც კი. ფსიქოლოგიაც ასე ეს არ არის ზუსტი მეცნიერება ყველასთან. და თან ინდივიდუალურია, როცა ადამიანზეა საუბარი, ყველაფერი ინდივიდუალურია და იქ დაწერილი წესები და დოგმები, მეტნაკლებობის პრინციპით მოქმედებს, ხო? მაგიტოა საინტერესო. ნამდვილად მაგიტოა საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავია ეგ მეცნიერებაა ჩვენს ცხოვრებაში და მთავარი გზავნილი რომ დავუტოვოთ ჩვენს სვენელს და მაყურებელს. ნებისმიერი ასეთი დღის
არსებობა, რა ესე იგი ჩვენ რას იწვევს ჩვენში? რა თქმა უნდა ძალიან დიდ დადებით ემოციას. მისალმების დღე იყო ჩახუტების, მადლობის გადახდის, ან ნებისმიერი პატარა პოზიტიური ჟესტი, რაც შეგვიძლია რომ სხვის მიმართ გამოვხატოთ, გამოვიჩინოთ და სხვას თუნდაც დღე გავულამაზოთ, რა თქმა უნდა ჩვენზეც დადებითად აისახება ადამიანი რაღაცნაირად შეიძლება ითქვას რომ ცოტა ეგოისტური ბუნების მატარებელიც არის სიკეთეს რაც არ უნდა უანგაროდ ვაკეთებდეთ ის ჩვენზე იმდენად კარგად მოქმედებს რომ ის სხვას ვაბედნიერებ და იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის რომ გარკვეულწილად საკუთარი თავისთვისაც ვაკეთებ ამას ამიტომ ვეცადოთ რომ ბევრი ესეთი დღე შევქმნათ ბევრ ადამიანს გავულამაზოთ დღე და შესაბამისად ჩვენზეც ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება და საერთაშორისო მასშტაბის დღეები და მსოფლიო დღეები არაა საჭირო შეგვიძლია ჩვენს ვიწრო წრეშიც დავამკვიდროთ დღეს ამის დღეა დღეს ამის დღეა და ბევრი დღესასწაულიც სწორედ ასე წარმოიშვა რომ ვიწრო წრეში დავამკვიდროთ და გაშალა ესე იგი დიდი დატვირთვა ქონდა ამა თუ იმ დღეს შემდეგ ასე რომ ნებისმიერ გაცემულ დადებით ემოციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ მას უნარი აკუმულირდეს და დაგიბრუნდეს ორმაგის სახით როგორ ეგოისტურადაც არ უნდა ჟღერდეს ანუ დაგეთახმები ნუ რა თქმა უნდა თუ სიკეთის კეთება არ გიხარია და არ ქსიამოვნებს ძალიან რთულია ეს ძალდატანებით გააკეთო ამიტომ ყველა ადამიანი პირველ რიგში ალბათ სიკეთეს როცა აკეთებს საკუთარი თავიდან გამომდინარე აკეთებს და შემდეგ უკვე ყოველთვის მომყავს ეს მაგალითი საკუთარ რო ჩუქნი ვინმეს პირველ რიგში მე მიხარია ის იმიტომ რომ ვიდრე ვაჩუქებ მე ვხარობ იმ საჩუქარით და შემდეგ უკვე ტკბები იმ შედეგით რაც მივიღე იმ საჩუქარის ჩუქებისას ანუ ამ ჩვენი შეხვედრის მორალიც ეგ არის ძვირფასო რადიოს ფენელებო და მაყურებლებო რომ ჩაეხუტეთ ერთმანეთს მადლობა ყოველთვის სასიამოვნოა შენი სტუმრობა ჩვენთან მადლობა ანანო დიასამინძე ფსიქოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი წარმატებებს გისურვებთ მადლობა რომ ეხარეთ 21 იანვარი მსოფლიოში ჩახუტების საერთაშორისო დღეა ტელემაყურებელს ვემშვიდობებით რადიო მსმენელს დავუბრუნდებით მალე დაგველოდეთ მადლობა რადიოს, ხვალ ისევ იქნებიან ჩვენს ეთერში, მანამ კი შეგიძლიათ რადიო მიმღებები მომართოთ, რადიო 104 და 5 აჭარა თქვენ სამსახურში. რამდენი ვიხმაუროთ კადრს მიღმა? ხმაურობთ ყოველთვის ყველგან და ყველაფრის ხმა მაწუხებს მე პირადად და სწორედ ხმაური იქნება თემა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ქუჩა, ტრანსპორტი, მეზობლები, ტელეფონი, ყველა ხმა და ბგერა, რაც ჩვენი სურვილით თუ ჩვენი სურვილის გარეშე ჟღერს, ხშირად ამას ვეღარც კი ვამჩნევთ. და სწორედ ამიტომ გეტყვით რა ხდება მაშინ, როცა ტვინი მუდმივად ხმაურის რეჟიმში მუშაობს. როგორ აისახება ეს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, ძილზე, კონცენტრაციაზე, ემოციურ მდგომარეობაზე. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ნევროლოგთან ერთად, ნათია ხარატია ჩვენთან ერთად ილიდან, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩემთვის საკმაოდ აქტუალური თემაა და ვფიქრობ ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ მართლაც ღირს ყურადღებაც და ღირს იმათ, რომ ვიცოდეთ რა ხდება ორგანიზმში, მაშინ როდესაც ჩვენს ირგვლივ არის ხმაური. ნერვულ სისტემაზე როგორი ზეგავლენა აქვს? ხო, პირველ რიგში განსაზღვროთ რა არის ხმაური, ხო? ვისთვის რა არის ხმაური? აი როგორც ჩვენ ამბობ, რომ ყველაფერი შენ გაწუხებს და ყველანაირ ხმამ შეიძლება გაგაღიზიანოს ნებისმიერ დროს ჩაძინებულზე თუ გაღვიძებულზე თუ მუშაობის პროცესში. ეხლა ადამიანი რომელიც ყიდულობს ბილეთს და იხდის ამ ბილეთში, რა ვიცი, $1000 და ასე შემდეგ და მიდის რაღაცა რო კონცერტზე და იქაური ხმაური, მაგრამ უყვარს და მოსწონს, ხო? მისთვის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის აი ამ ხმაურს რელაქსაცია მისთვის არის, რომ ამ დროს რაღაც ერთი რაღაც ხუთი ქუჩის იქეთ რომ ვიღაცა ცხოვრობს და წიგნს კითხულობს და რაღაცა მუსიკის ხო ესმის თან ფონად ჟღერს, ის უკვე აღიზიანებს და ის უკვე იწვევს მისი ნერვული სისტემის თუ სხვადასხვა პრობლემებს. ამასაც გეტყვით, რაზეა საუბარი და ანუ შესაბამისად გააჩნია ვისთვის რა არის ხმაური. პირველ რიგში მაგის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისიც რომ 21 საუკუნეში გახდა ხმაური ერთ-ერთი დაბინძურების, ჩვენ გარემოს დაბინძურების, ანუ ხმაურიანი air pollution რაც არის ხო, ჰაერის დაბინძურება, ხმაური დაბინძურება კიდე ერთ-ერთი მიმართულება ესეთი, რომელიც ჯანდაცვაზე დიდ გავლენას ახდენს. შენ ახსენე რომ ნერვულ სისტემაზეო და სამწუხაროდ არა მარტო ნერვულ სისტემაზე, გულზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ინფარქტების გამოწვევის დიდი რაოდენობა შეიძლება იყოს დროთა განმავლობაში, ეს უკვე დამტკიცებულია და ზოგადად 2019
2011-ში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთ-ერთ კვლევის ფარგლებში დაამტკიცა, რომ წლის განმავლობაში ადამიანებს საერთოდ უყვარს მემეებს დათვლა, სტატისტიკურ მონაცემებს ამწყობ ჩვენთან არა ბევრი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი, მაგრამ დაითვალეს, რომ 1,600,000 საათი ცხოვრების აკლდება ადამიანებს ხმაურის გამო. აი, რა მეგაპოლისებში ცხოვრობს მათდება ჩვენს ტვინში, ჩვენი ორგანიზმი როგორ აღიქვამს? ანუ ისტრესება რაღაცა ხასიათზე მოქმედებს თუ რა ფაქტორები მიმდინარეობს თქვენ? არიან ეგეთი ადამიანები, ვისაც სულ აწუხებს ხმაური, იმიტომ რომ ლაბილობა აქვს ამისთვის, შესაბამისად სხვადასხვანაირი ხმის პრობლემა, ანუ ფონოფობია, რაც არის ხმაურის აუტანლობა, გარდა ამისა არის სხვა ტიპის ხმაურის აუტანლობის პრობლემები, რომელიც ჰაიპერაკუზია ქვია, ეგეთ რაღაცა მომატებული მგრძნობელობა ხმის მიმართ, რომელიც ორგანულია. შეიძლება იყოს ეს ფსიქოლოგიური, ანუ ბევრ ადგილას არის ჩვენი სმენა, ყურით იწყება, მაგრამ ქერქში მთავრდება, თავის ტვინის ქერქში და ნებისმიერ ადგილზე გაღიზიანება, ისევე როგორც სმენის დაქვეითება, შეიძლება მოიმატოს მომატებული მგრძნობელობა ქონდეს იმის მიხედვით და ეს იწევდეს, მაგრამ გარდა ამისა არანაირი მგრძნობელობა მომატება შეცვლაზე არ არის საუბარი, უბრალოდ ჩვეულებრივად, აი ამ 1,600,000 საათიდან თითქმის მილიონი, რაღაც 900,000 საათი ადამიანი კარგავს იმაში, რომ მისი ძილის კეთილი ძილი ირღვევა რა, ესეთი ქრონოლოგია, ანუ შეიძლება ვერც იგრძნოს ძილში და არ გაიღვიძოს, მაგრამ ღრმა ჩაძინებას უშლის ეს ხმაური ხელს. და თუ ეს ხმაური მაგალითად ჩვენთან ახლა მოდაშია მშენებლობები, ხო და მე რაღაცა დიდი მანქანები რომ მოყავთ, რომ გზა უნდა გადაკეტონ, ამას აკეთებენ ღამე, ხო, რომ მოძრაობას ხელი არ შეუშალონ და შეიძლება შენ გძინავს და არ ხარ გიპერმგრძნობელობა და სულ არ გაიღვიძე ამ დროს, მაგრამ შენ ძილი დაიღვა, იმიტომ რომ ის ღრმა ჩაძინების ფაზას ხელს უშლის და შესაბამისად ამიტომ არის რომ აი ესე ხმაურით დაბინძურებას ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველანაირად ირღვევა და აი ამ 1,600,000 საათების და ასე შემდეგ მიხედვით ამერიკელებმა კიდე დაითვალეს რომ 4 მილიარდი დოლარითო მეცხვარჯავთო ისეთ დაავადებების მკურნალობაზე როგორც არის ინფარქტი და ინსულტი რაც გამოწვეულია 5 დეციბელით ხმაურის მატებაზე ზოგადად მსოფლიოში. განსხვავდება თუ არა ასაკის მიხედვით, აი მოზარდობის ასაკი ბავშვები ან ხანდაზმულები უფრო სენსიტიურად ვინ აღიქვამს? ზოგადად პიროვნული თვისებებით უფრო არის გამოწვეული, რა თქმა უნდა ბავშვებისთვის არის ხმაური უფრო გამაღიზიანებელი, შეიძლება იყოს, იმიტომ რომ უფრო დიდხანს ძინავთ ხოლმე ზოგადად და მაგრამ მოხუცებისთვის გააჩნია, ვერ ვიტყვით რომ პირდაპირ ხმაური ზემოქმედებს მოხუცებისთვის, იმიტომ რომ მაგათ ასაკობრივი შეიძლება სმენის ოდნავ დაქვეითება მაინც აღენიშნებოდეს. ალბათ ჯობს არ გესმოდეს და დაქვეითებული კონდეს სმენა, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ანუ ეს დაქვეითება არ მოქმედებს იმაზე, რომ ხმაური გაწუხებს შენ რობერტ კოხი იყო ესეთ მეცნიერი, გაგონილი გექნებათ ტუბერკულოზის ჩხირივით აღმოაჩინა და მე-19 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა და მაშინ თქვა ჯერ კიდე რომ როგორც ექიმები ხო ქოლერას ვებრძვითო და სხვა ინფექციებსო დრო მოვაო, როდესაცო ხმაურთან ბრძოლა დაჭირდებათო და აღმოჩნდა რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს აი ხმაურით გამოწვეული. მოკლედ ესე კი ჩვილობიდან რომ დავიწყოთ, ჩვილს ბევრი ხო ძალიან გამიკვირდა გუშინ რომ დავირეკეთ, იმიტომ რომ ისეთი თემა ამაზე არ ვსაუბრობთ და რეალურად ძალიან ბევრი რამე გვაწუხებს მშენებლობა, სხვა თქვენც მაგალითად ეხა ფონური ხმაური ხო რაც არის, ხო, რომელსაც პერიოდულად ეგუები და შეიძლება არ მიაქცია ისეთ ყურადღება, იმიტომ რომ აი ამ ფონშზე მუშაობ, მაგრამ გააჩნია მე რას ვეძახით ხმაურს, მაგალითად თუ ჩვენ ვსაუბრობთ და ამას ფონად მივიღებთ და უკვე შეჩვეული ვართ, ოდნავაც რო აიწიოს ამის ხმა და ჩვენ რო ხმას ვუწევთ, ეს უკვე ნიშნავს რომ ხმაურში ვართ. ანუ ეს ჩვენთვის ფონი, რეგულარული, მონოტონური რაღაცა შეიცვალა დამატებითი და ანუ გააჩნია ხმაურს ბევრი განზომილება. ანუ სალომე ამ შემთხვევაში უკვე ღიზიანდება ნებისმიერ ხმაურზე. მე პრინციპში ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ჩემ დაუნებურად. შესაძლოა ჩემთან გვერდით შენდება კორპუსი და ეს გამოდის რომ ღამის ძილი მე ვეღება და ხანდახან დილით ცუთ ხასიათზე ვიღვიძებენ.
როგორ უნდა ცხოველებს როგორ აღიზიანებთ თუ თქვა გამოკვეთილი არ არის როგორ უნდა ვქნათ რაღაცნაირად როგორ უნდა ვიყოთ ამ სიწყმარეში რა უნდა გავაკეთოთ როგორ უნდა აღმოვაჩინოთ არა ნუ ეს არის ესეთი რა ქვია ანუ კანონმდებლობა უნდა იყოს მორგებული იმაზე რომ რაღაცა ხმაური დროის რაღაც პერიოდში იყოს იმის ზევით არ იყოს ქალაქში აი სოფელში ხო სოფელი თქვათ ეხა აღარ ეძახიან უფრო ფენსი ამბებში მაგრამ რა არის ეხა ადამიანები ყოველთვის მისწრაფი სიწყნარისკენ მიუხედავად იმისა რომ კოვიდის დროსაც ტიკი დასტრესილები ვიყავით ერთადერთი რაც იყო გამაყრუებელი ხმაური ხო რომელიც აი ძა არაფერი არ მოძრავდა ტრანსპორტის ხმაური ხო სულ არის ბექგრაუნდად ანუ შენ გძინავს და ის მანქანები მაინც მოძრაობს გააჩნია და იმიტომ აქ ხალხი ფულს რო შეულობს გარბის ხო ანუ ხმაურს ბევრ გააჩნია კიდე ადამიანები ძალიან წუხდებიან ესეთი დაავადება რომელიც არის რომელსაც ტინიტუსი ქვია ხმაური რო სულ ესმის მას მისი ყურის დაავადებები გამოწვეულია ამ პატარა ძვლები რაც არის რაც ატარებენ ახლა იმის გამოწვეული და აი რაღაცა სულ ხმაური ესმის ბაბუაჩემ იყო დაკრუვდა ის 37-ში დაჭერილი იყო და რაღაცა იქ აიმებს მე რომ გამოვიდა საერთოდ არ ესმოდა მაგრამ ეს ხმა ესმოდა სულ შიშინის ხო რაღაცა ან შიშინი შეიძლება იყოს ან რაღაცა ტიკ-ტიკის ხმა იყოს აი ძალიან სხვადასხვანაირი როგორ მეთამაროთ ჩვენს ნერვულ სისტემას აი საინტერესოა ახლა გამახსენდა სიხშირეებზე ეს თეთრი სიხშირე რო ვეძახით და ხანდახან ჩვენებს ბავშვებს რო ხმაურად და შეიძლება რომ ჩვენც თქვათ ეს რაღაცა კი როგორ არა აი წაღად საუბრობდით ხო ხმაურობდით დაწყებამდე მედიტაციაზე ესე ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ და რაღაცნაირად აი ჯერ პირველ რიგში ალბათ უნდა გავაცნობიეროთ რომ ეს ნამდვილად გვაწუხებს და პრობლემურ საკითხად წარმოვაჩინოთ თუმცა მაგამდე იმდენი პრობლემა მაგრამ ხო მნიშვნელოვანია ამას არ ვითვლით სამწუხაროდ აი ვიცით რომ ძილზე პრობლემას ახდენს შეიძლება რაღაცა ნერვული ნერვია მეშალა ხმაურის გამო რაღაცა შემაწუხა მაგრამ გარდა ამისა აი როგორც გითხარით ინფარქტების რაოდენობა იზრდება თითქოს ისეთი ფიზიკური აქტივობა არ ქონია და ისეთი მძიმე სამუშაო თუმცა იმდენად ხმაურიან გარემოში შეიძლება უცებ დაიღალო და იფიქრო რომ ამერიკელები ამბობენ რომ ეს გასტროენტერულ სისტემაზეც მოქმედებს და სუნთქვის სისტემაზეც უბრალოდ ჩვენ ამის დამამტკიცებელი საბუთები ჯერ არ გვაქვს ანუ მაინც გვინდა რჩევა როგორც ნევროლოგის რა უნდა როგორც ნევროლოგის ეხა ისე და მარტო ნევროლოგი ამას არ უშველის ზოგადად რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს დეციბელების განსაზღვრის მიხედვით და ცდილობენ განვითარებულ ქვეყნებში ამის შემცირებას და ჩვენც უნდა ვისწავლოთ ალბათ განსაკუთრებით ბათუმში ფეხით მოძრაობა უფრო მეტი და რაღაცა სხვა იმებს დაუთმოთ რატოა ბევრი გამწვანება სხვა ქალაქში ხო პარკები რომ ეს ხმაურსანელებს რაღაცები იყოს ისეთი მეთოდები რაც ტრანსპორტს უშვებენ ხმაურით რაც არის ელექტრომობილები პრინციპში იმათ არ აქვს ეგეთი ხმა ხო არც მოპედებს რომელსაც ხო ანუ ყველა ცდილობს ანუ ამის გათვითცნობიერება მიდის და შესაბამისად კლუბებში კაია ახალგაზრდები რო დადიან მაგრამ ამ ახალგაზრდების მშობლები გარეთ რომ სეირნობენ ამ დროს იმათთვის შეიძლება შემაწუხებელი იყოს თუმცა კლუბიდან გამოსულსაც გაქვს მე მთელი დღის განმავლობაში შიშინი იცი რა ეფექტი რომ გამოხვალ ხმაურიდან და უცებ იმაზე ნაკლები ხმაურია და ჩვეულებრივი ხმა ეს ალბათ უფრო აი რომ მოგეშვება და რაღაცა რელაქსია იქნება რომ გავაცოცხლოთ და დაუბრუნდეთ სოფელს და ამ შემთხვევაში რაღაც ერთი თვე იქნება თუ ერთი კვირა იქნება რაღაცნაირად შევაფაროთ თავი მე სიმართლე გითხრა ძალიან მიყვარს სიჩუმე და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ზუსტად იმ დაცერიელებულ სოფელში როდესაც ავდივარ და ერთი მოსახლეც კი არ არის ირგვლივ ცოტა უჩვეულოა პირველ ორ დღეს ეს სიწყნარე მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან კარგად მე იქედან ხო ყველაფერი სხვანაირად ისმის ასე გამოდის რომ ესე იგი მეგაპოლისებში ვინ ცხოვრობს მაგალითად თბილისში უფრო რთული ამბავია ვიდრე ბათუმში ხო ნამდვილად ტრანსპორტი ხა ხო აი ძალიან მაგრად იგრძნობა მაგალითად ადამიანები ყვებიან იაპონიაში როგორც სიჩუმეა იმიტომ რომ აი მანქანის მისიც არ არის აგრეთვე აკრძალულია საქართველოში აი საცობში რო დგეხარ და უკან რო აი რატომ არ მინდა აი თუ არა ეგრევე პიპ
ხო, მაგრამ აი რომცა რა ითოს და გაჭედილი რო არის, აი გუშინ მოუყევეგები, და უყნიდან რაღაცა, ვითომ მე სიამოვნებს იქ დგომა რა, მეგობარი იყო, აი როგორ უძლებს მძღოლი ამ დროს. ხო და აი ხო იაპონიაში აკრძალულია და იაპონია არის ერთ-ერთი ისეთი ქვეყანა, სადაც სიჩუმეა, ანუ დათვლილი ისე რომ ანუ ადამიანები ამას ყვებიან სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ინდოეთში პირველ დღეს მანქანით რომ მოძრაობდი, მივხვდი რომ რაღაც პერიოდს მე თავი მტკივას რომ მოვდივარ რაღაც გასვლიდან შეხვედრი და დაბრუნდი დამტკივა თავი და მე მივხვდი მით რომ აი საოცარი ხმაურია. ყველა ხმოვან სიგნალებს ხმარობს და ეს ხმოვანი არის როგორც ტუგ-ტუგზე აი პატარა რაღაცა რიქშები როა მაგათი ასევე მოპედებზე, ასევე მანქანებზე სასწაული მოძრაობაა და იმ ჩემი სტუდენტები რო ამბობენ რომ საქართველოშიო რა კაიაო სიჩუმეაო მეთქი რა სიჩუმე რა თურმე როგორი ანუ ვინ რას თulis ხმაურად ეგრეა ჩვენთვისაც გასასაზღვრე და რამდენი დრო სჭირდება ადამიანს რომ აი ამ სტრესიდან გამოვიდეს თქვა არის თუ არა ადვილად დასაძლევი ერთი კარგი გამოძინებით მაგალითად რაღაცა სულ ყოველთვის ვეძებთ აი კარგი გამოძინება არის მნიშვნელოვანი რასაც ამბობ და მაგ კარგ გამოძინებას არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხო ძილის ყველა ღრმა ძილის ფაზა რომელიც სრულად 15 წუთი გრძელდება ან 2 საათში 15 წუთი გამოიყოფა მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაფრისთვის. როგორ უნდა მივხვდე მქონდა თუ არა ღრმაძილი დილით? მაგას ვერ გამოიკვლევ. აი ხანდენ მე მგონი აი ამ მას watch-ებს აქვს, smart watch-ებს აქვს ეს ფაზა რომელიც ითვლის აი ამ რო თუ გეძინა ღრმად. თუ არა და ისე ჩვეულებრივ პოლისომნოგრაფია ქვია ამის გამოკვლევა ხდება თავის ტენსას ნახულობ რა. ჩაიძინა კი ნამდვილად ღრმაძილის ფაზა იყო, როდესაც მთელი ორგანიზმი ისვენებს, სრული გადატვირთვა, ტემპერატურა ყველაზე დაბალია, წნევა დაბალია, გულისცემა დაბალია. პირიქით მაგ დროს ნახულობ უფრო ბევრ და იმას, აი რომელიც აი როგონია რომ მთელი ცხოვრებამ გაიარე ამ სიზმარში და სამდროში 5 წუთი იყო ხოლმე, ეგ არის ღრმაძილი. და ბოლოს მაინც შეჯამება ისე როდის უნდა მიხვდეს ადამიანი რომ აი სწორედ ხმაურია მისი სტრესის პრობლემის გამომწვევი მიზეზი. თან ინდივიდუალური ალბათ აი გადაღლას რო იგრძნობ არაფრისგან ეს ნიშნავს რომ ხმაურის გამო ხარ გადაღლილი ერთ-ერთი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს გვაქვს დაავადება რომელსაც ქრონიკული დაღლის სინდრომი ქვია და შესაბამისად ხმაურიც ერთ-ერთი მაპროვოცირებელია ამისი და ალბათ ქალაქის ვარ და ბავშვები ხმაურობენ ტელევიზორი ჩართულია მე ლაპარაკობს და უკვე შენ ხარ გაღიზიანებული და კიდე გძაღლიან კატა მოვა და რაღაცას ჩააკვეთებს და უშუალოდ ამ დროს ჩემი საათი მეუბნება რომ ძალიან ხმაურში ხარ და გაეცალე ადგილ გაცლაჯობს თუმცა იყოს სად სოფელში ალბათ იქ სადაც ბუნების ხმა და ჩიტების ჩიკჩიკია უღრმესი მადლობა ნათია ამისთვის მუსიკა და ყველანაირი ხმა მოქმედებს ამ შემთხვევაში ის ზუზუნი ახლა მიტოკებს ხო არ უნდა გამახველებია ხო ყურადღება თუმცა ალბათ არსებობს ისეთი თერაპიული მუსიკა აი იოგის და იგივე მედიტაციის დროს როდესაც რთავენ ადამიანები და იმ მუსიკის დროს მხოლოდ ერთი ბგერა რო ჟღერს და რაღაცა ალბათ ამამშვიდებელი ეფექტიც აქვს ეს ალბათ პირადი გამოცდილებით სიხშირეებს ტალღებს ყველაფერს ხო ნუ ჩვენ ხო რაღაც სიხშირეს აღვიქვამთ და 528 ჰერცი მეგობრებო ჩართეთ მოусმინეთ მადლობები მერე იყოს ძალიან დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ რესპონდენტს რომელმაც ეს რამდენიმე წუთი ჩვენთან ხმაურში გაატარა სწორედ ხმაურზე საუბრობდით რომელსაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ასე რომ გავრცელდით საკუთარ ჯანმრთელობას, სხვების ჯანმრთელობას, ნაკლებად ვიხმაუროთ და ნაკლებად მივაყენოთ ზიანი ჩვენს გარემოს. თუმცა სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს და როგორც გავიგეთ, რაღაცნაირად სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს და არა მარტო მეგაპოლისებში, არამედ პატარა ქალაქებშიც უნდა მოხდეს რაღაცნაირი რეგულაცია ხმაურის თუნდაც იმ ხრივ რომ მშენებლობები რომლებიც ჩვენს ქალაქში მოგეხსენებათ ესეთი დიდი ალღოთი მიმდინარეობს ღამით მაინც და მაინც ნურც მუშებს ნუდაღლით და ნურც ხალხს გააღიზიანებთ, იმიტომ რომ დილით უნდა ავდგეთ და კიდევ უნდა ვიმუშაოთ. მათ შორის იანვრიდან შემოვიდა რეგულაცია ღამით ტრანსპორტის ხმაურთან დაკავშირებით, ესეც უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია. კი ბატონო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ აისახება საქმეზე. ასე რომ ველოდებით მოვლენილ
მაქსიმალურ შედეგს ველოდებით. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასეთი იყო ეს თემა. ჩვენს ეთერში კი ახლა ახალი ამბების დროა. სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება, სულხან დილამშვიდობისა და მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა. 10 საათია და ახალი ამბების დროა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე კვლავ შეზღუდვებია. ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი ახალციხის გზის პაქსაძეების ხიდისა და უტყის უბანს შორის არსებულ მონაკვეთზე. ასევე ამ ეტაპზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზაზე. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ახალ სოფელი ბორითის სატრანსპორტო კვანძებთან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბათუმში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. ოჯახებს ბინების გასაღები ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ გადასცეს. მერიის ინფორმაციით, ორდენიძეების 9 შვილიანმა ოჯახმა ჯამში 118 კვადრატული მეტრი, ხოლო დევაძეების 6 შვილიანმა ოჯახმა 100 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი მიიღეს. ასევე გადაეცათ თანხა სარემონტო სამუშაოებისთვის. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები საჩუქრად ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებული და ყავთ 6 ან მეტი შვილი. პროგრამის ფარგლებში ბინები ჯამში 26 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა. დღეს ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში გადმოგვცა ბინა ბატონმა გიორგი ცინცაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა, რისთვისაც უყმეს მადლობას ვუხდით. მე ვარ 6 შვილის მამა და ამ პროექტს ველოდებოდით 3-4 წლის განმავლობაში. ვარ 9 შვილის დედა. დღეს დაგვეკავშირდნენ ბათუმის მერიიდან და გადმოგცეს ბინის გასაღები ბატონმა გიორგიმ. განცხადება დავწერეთ 1 წლის წინ და ვართ, რა ვიცი, გახარებულები, ბედნიერები. ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მერიის ორგანიზაციების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. მერიის ინფორმაციით შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა. უწყების ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი ბათუმის სასაფლაოებს უხელმძღვანელებს. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე ეკონომიკის დოქტორი ნატალია ძიძიგური დაინიშნა. მანამდე ის ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელად თამარ კაბაიძე დაინიშნა. გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს. კერძოდ აღინიშნება, რომ ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე მათ შეერთებულ შტატებთან საკვანძო სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს. ევროპარლამენტი მომავალ კვირებში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრას, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებდა. აღინიშნება, რომ რატიფიცირების გაყიდვა მიღწეულ შეთანხმებას არ აუქმებს, მაგრამ თეთრი სახლისადმი უთანხმოების ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომელიც ევროპარლამენტის თქმით შეშფოთებას გამოიწვევს ამერიკულ ბიზნეს წრეებში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნომერ 1 ბორტი ღამით უსაფრთხოდ დაეშვა ვაშინგტონის მახლობლად ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე თვითმფრინავის შესაცვლელად, მას შემდეგ რაც ეკიპაჟმა აფრენისთანავე მცირე ელექტროპრობლემა აღმოაჩინა. თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ მოგზაურობა ახალი თვითმფრინავით გაგრძელდება. ტრამპი შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიემგზავრება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობით საჰაერო უსაფრთხოების ინციდენტები იშვიათია, მაგრამ არა უპრეცედენტო.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის პირველ წლისთავზე ამერიკის შეერთებული შტატების მრავალ ქალაქში ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტეს. ლოს-ანჯელესის ქუჩებში მომიტინგეები განსაკუთრებით ტრამპის იმიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მომიტინგეები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს ლოს-ანჯელესის დატოვებისკენ მოუწოდებენ და ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით ლოს-ანჯელესი აძევებს საიმიგრაციო სამსახურს და თავისუფალი ამერიკა. ლოს-ანჯელესში გამართული აქცია იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების სერიის ნაწილი, რომლებიც ორგანიზებული იყო მემარცხენე ჯგუფების, ასევე პროფკავშირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებები 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრის დღის წესრიგში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი ომის დასრულების, უკრაინის მომავლის, ევროპული ძალების უკრაინაში განლაგების თავიდანაცილების და შეერთებული შტატების სამშვიდობო ინიციატივის საკითხები იყო. ბარსელონის გარეუბან გელიდაში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა ინციდენტი. მას შემდეგ მოხდა, რაც ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე დამცავი კედელი ჩამოინგრა. ავარიის შედეგად მემანქანე დაიღუპა და 4 მგზავრი მძიმედ დაშავდა. ეს რკინიგზო ავარია მოხდა სამხრეთ კორდობის პროვინციაში მაღალსიჩქარიანი მატარებლის შეჯახებიდან და რელსებიდან გადასვლიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ, რომელმაც 42 ადამიანი იმსხვერპლა. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მთავარს უკვე 12 საათიდან ჩემი კოლეგა ქეთი ჭყონია გაუძღვება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დილის ტალღას და 11-ის ნახევარამდე ვიქნებით თქვენთან ერთად. თუ რას ვნახავთ გადაცემის მესამე ნაწილში, ამას ანონსის მეშვეობით გავიგებთ. ნახოთ ანონსი და დაგიბრუნდებით. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიცნობთ მხატვარ მიხეილ კვაჭაძეს, რომელიც 60 წელია ფერწერითა და გამოყენებითი ხელოვნებითაა დაკავებული. მისი ნამუშევრები სახვითი ხელოვნების მრავალ მიმდინარეობას, მათ შორის სტილოზე ხატვას, აკრილის საღებავებით მუშაობასა და მოცულობითი ნივთების შექმნასაც მოიცავს. ვლოგი რეინჯერის დღიური რა შინაარსს ატარებს, ეს ვლოგი რას თავაზობს, ბუნების მოყვარულებს და რატომ არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვისთვის. ვლოგის ავტორთან ერთად გავიგებთ. აგრძელებთ გადაცემას, თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ახლა ჩვენს ეთერში საინტერესო სიუჟეტის დრო მოვიდა. არ ვიცი მაყურებელს ესმის თუ არა, რატოღაც სიგნალიზაცია ჩაერთო ჩვენ შენობაში, თუმცა ჩვენ გადაცემას ბუნებრივია ვაგრძელებთ და უნდა ვნახოთ სიუჟეტი მხატვარ მიხეილ კვაჭაძეზე, რომელიც მარიამ მალაყმაძე მოგვიმზადა. უნდა შევიხედოთ მასთან სახელოსნოში, დავათვალიეროთ ნახატები და ძალიან ბევრი დეტალები უნდა გავიგოთ მის მხატვრობასთან დაკავშირებით. მიხეილ კვაჭაძის ინტერესის სფეროს 60 წელია ფერწერა და გამოყენებითი ხელოვნება წარმოადგენენ. ხელოვანის ამჟამინდელი სახელოსნო, რომელიც უკვე 20 წელია ფუნქციონირებს, მრავალი საინტერესო ისტორიისა და შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ლოკაციაა. პირველად ესკიზი გეთება და იმ ესკიზის მიხედვით მეყობა მაინც მხატვარი. კონკრეტული იდეით იწყება. შეიძლება სხვადასხვანაირი განვითარება მოყვეს შემდეგში. შეობაში მოდის მაინც რაღაცები. შეიძლება სხვა რაღაცებზე გადაერთო უფრო. მხატვარი დღის დიდ ნაწილს აკრილის საღებავებით მუშაობასა და ტილოზე ხატვას უთმობს. თავისუფალ დროს კი ხელოვანის ინტერესის სფეროს, ხისა და მეტალის ნივთების დამზადება, გამოყენებითი ხელოვნება წარმოადგენს. მე სპეციალობით ვარ გამოყენებითი ხელოვნების მხატვარი და მაინც ის უფრო მიყვარს ლითონზე მუშაობა, ხეზე მუშაობა, უფრო საყვარელია ჩემთვის ვინემ ფერწერა. გამოყენებითის ნამუშევრები თავისთავად იმას რომი აქვს მე. მისარგებია, მოსა დეტალები, რაღაცები. ექსპერიმენტებია ყველაფერი. ახლა ეს არის ლითონი
სქელი ლითონი უნდა მინანქარს. ახლა ეს არის თხელი ლითონზე და ამოვჭედე როგორც ჭედურობას რო აკეთებენ ისე და ექსპერიმენტი ჩავატარე. იმუშავა ექსპერიმენტმა იმ გაამყარა იმ ამოჭედვა მაგალითად ლითონი და სიმდგე მივიღე სწორად ისე. ეს არის ბავშვობის ნამუშევარი რა, ალბათ მერვე კლასის დროინდელი. სპონტანურად გაკეთებული არაყის გამოხდის დროს. ეს თითბერია. ეს ახაზმოთ ნაცვლის ხია. ესეც თითბერია. ეს სპილენძია. აკრილის დასხმას ეძახიან, ისხმევა და დებულობ ასეთ რაღაცას, ამას დახატვით ვერც დახატავ. ხელოვანი ფერწერის რამდენიმე განსხვავებული მიმართულების მიმდევარია. მის ნამუშევართა სიაში არსებული რამდენიმე პეიზაჟის ინსპირაციას ბავშვობის მოგონებები წარმოადგენენ. თვითონ სახლი აღარ არსებობს, მაგრამ სოფლის შრომაში იყო ასეთი სახლი, ჩვენი ოჯახის სახლი იყო და მახსოვს ძალიან გემრიელად რა. ჩვენი ბავშვობის სახლი. ზემოთ იყო 4 ოთახი, 4-ვეში ასეთი ბუხარი იყო. აი მოგონებები კი მაკავშირებს ბავშვობის მაგ. ჭახრაკი, როგორც ის არის, საბაგირო ისეთი რაღაცა ამოდიოდა მეთრით წყალი. დღეისათვის მიხეილ კვაჭაძის შემოქმედება 100-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. მხატვრის შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობა თავისუფალია. ექსპერიმენტი კი ხელოვანის ნამუშევრების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. გაჩერებით არ გვჭირდები რა მუშაობა. ყოველთვის გიყვარს ის ბოლო, რომელსაც აკეთებ რა. ემატება პრაქტიკას და ყოველთვის ბოლო უფრო აჯობებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიხეილს, არაჩვეულებრივი ნამუშევრები ვიხილეთ, არაჩვეულებრივი მხატვრის და მხატვარი არა, მაგრამ რომალ ყოფილიყავი მე პირადად ჟურნალისტი, აუცილებლად ვიქნებოდი დაცული ტერიტორიების რეინჯერი. შენ ეს კარგად იცი. მოკლედ, ტყუილად არ ვახსენე ეს ამბავი, უნდა წარგიდგინოთ ძალიან სასიამოვნო და ძვირფასი სტუმარი. 2023 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნების ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 6450 ჰექტარია და 75% ტყით არის დაფარული. ამ ტერიტორიებს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 400-მდე რეინჯერი იცავს, რომლებიც არა მხოლოდ მცველები, არამედ ველურ ბუნებაში ერთგვარი გზამკვლევებიც არიან. სწორედ ყველასთვის კარგად ნაცნობი რეინჯერი დაჩი ჭედლიშვილი უნდა შემოგვიერთდეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან. დილამშვიდობისა, მოგესალმებით დაჩი, როგორია შენი განწყობა და ფაქტობრივად აღღალატო პროფესიას დაცულ ტერიტორიებში იმყოფები. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. განწყობა ძალიან კარგია ამინდის მიუხედავად ცივა, მაგრამ რეინჯერს ყოველი დილა თავგადასავლებით აქვს სავსე და განწყობასაც ეს თავგადასავლები გვიქმნის, ამიტომ ჩვენი განწყობა ძალიან კარგია. და სხვათა შორის გადამდებიც არის საქართველოში დაცულ ტერიტორიებს დიდი ისტორია აქვს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი დაცული ტერიტორია ნაკრძალის სახით სწორედ ლაგოდეხის ტერიტორიაზე შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს, ხომ არ ვცდები? კი, არ ვცდები, სწორია, 1912 წელს. ეს არის რეგიონში პირველი ნაკრძალი და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს. თქვენ შეძელით და ბლოგის სახით უკვე ახლოს გაგვაცანით ლაგოდეხის, რა ვიცი, თითეული კუთხე
კუნჭული. აი, როგორ გაჩნდა იდეა შექმნილიყო ბლოგი რეინჯერის დღიული, რომლის მაყურებელიც მე მუდამ ჟამს ვარ გამოგიტყდებით. მადლობა. ეს იდეა იქამდე გაჩნდა, სანამ რეინჯერი გავხდებოდი. მოგეხსენებათ, მე აქ დავიბადე და გავიზარდე და ჩვენთვის თითოეული ლაგოდეხელისთვის ეს ტყე არის უნიკალური გარემო და სულ მთელ ჩვენ დროს აქ ვატარებთ ხოლმე. პატარ-პატარა ვიდეოს, პატარ-პატარა ერთგვარ სტატიებს უბრალოდ ისეც ვაკეთებდი რეინჯერობამდე და შემდეგ უკვე მომინდა რომ გადავწყვიტე რომ ოფიციალური სახე მიმეცა და გამეტანა ის ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებაზე, რასაც მე თვითონ ხვდებოდი ყოველდღე. გამეტანა ხალხში და გამეზიარებინა მათთვის უკვე ერთგვარი ლიტერატურის სახით. დაჩი ზღვა ინფორმაციას ვისმენთ ამა თუ იმ სცენარეზე და საინტერესოა ეს რაღაცა პირადი ჰობია და თქვენ წინასწარ ეცნობით ამ ინფორმაციას და შემდეგ თქვათ უზიარებთ თქვენს მაყურებელს თუ ეს ყველა რეინჯერის მოვალეობაა? პრაქტიკაში მოგეხსენებათ რომ თეორიას პრაქტიკული ნაწილისგან შედგება და პრაქტიკული ნაწილის ცოდნისგან ხდება უკვე თეორია და ყოველი რეინჯერი ყოველ დღე ერთი და იგივე ადგილას რომ გადაადგილდება უკვე გარემოს ისი აღიქვამს რომ თითოეული დეტალი უკვე კარგად იცის და ასე ვაგროვებთ ჩვენ ინფორმაციას. არის რაღაც სახეობები რაც არ არის ისე თვალსაჩინო რომ ყოველდღე დავინახოთ და ამ სახეობებზე უკვე მე თვითონ ვაგროვებ ინფორმაციას რაც არ ვიცი და შემდეგ გამაქვს უკვე მაყურებელთან. არის კონკრეტული სახეობები რაც თვალსაჩინოა და რაც ყველა ლაგოდეხელმა და ასევე საქართველოს მოსახლეობამ იცის და მათაც გამაქვს ხოლმე მაინც ინფორმაცია. სხვა რეინჯერებს თუ ყავხართ გამოწერილი სხვა ტერიტორიების და როგორი კომუნიკაცია გაქვთ? მოგბაძეს თუ არა? კი, არის სხვათა შორის კარგი ტენდენცია და რაც ძალიან მახარებს და ყველასთვის სასიკეთოა სხვა რეინჯერებთანაც მაქვს ხოლმე კომუნიკაცია და ჩვენ დადებითი კომუნიკაციით ვართ ხოლმე ერთმანეთთან. მოკლედ, რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე და ნაკრძალში ნამყოფი ვარ, თუმცა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ჯერ ფეხი არ დამიდგამს და აუცილებლად ჩამოვალ თქვენი ჩაწერაც და თქვენგან ინტერვიუს აღებაც მაქვს ჩაფიქრებული. თუმცა მაინც ვინც არ ყოფილვართ და ვისაც გვინდა ვთქვათ რომ ვეწვიოთ აი ამ უნიკალურ ტერიტორიას. რა არის ყველაზე ისეთი უნიკალური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე? რაც თქვენ ყველაზე მეტად ხიბლავს? ჩვენთან ბევრი ადგილია, რითიც შეიძლება სტუმარმა ისიამოვნოს. გვაქვს არაერთი ტურისტული სალაშქრო ბილიკები, მაგალითად ალპური ზონები, შავი კლდეების ტბის მარშრუტები, რომელიც სამდღიანი თავგადასავალია, ულამაზესი გარემო, არაერთი ცხოველი და ფრინველი შეგვიძლია ვნახოთ ამ ბილიკზე, ირემი, ჯიხვი, არჩვი და ასე შემდეგ. ჩვენი ტერიტორიები მოიცავს უამრავ დეტალს, რომელმაც შეიძლება განაცვიფროს სტუმარი. ამიტომ ყველას ვეუბნები ხოლმე, ყველას ვეპატიჟები, რომ გვეწვიონ, გვესტუმრონ და დატკბნენ ამ გარემოთი. თქვენ ბუნებრივია ძალიან გიყვართ თქვენი საქმე და ალბათ ვერც ამჩნევთ რაღაც სირთულეებთან რომ არის დაკავშირებული გადაადგილება და მოგზაურობა, თუმცა აი თქვენი სტუმრებიდან გამომდინარე ყველაზე ესეთი დიდი სირთულე რა არის ამ შემთხვევაში იქ გზის გაკვალვა, თქვა ციცივე ამ პერიოდში თუ ხო სტუმრები და წუწუნებენ თუ არა თქვენთვისაც თუ არის რაღაც ისეთი რთული ამ ვიზიტორებისთვის ბილიკები ძირითადად კი არა მოწესრიგებულია ჩვენ მოვალეობაში შედის ეს რომ ვიზიტორი რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადაადგილდეს, ამიტომ საფრთხე ფაქტობრივად არ ემუქრებათ ვიზიტორებს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, რეინჯერების შემთხვევაში ყველაზე დიდი სირთულე ჩვენი რელიეფია, მოგეხსენებათ საქართველოს მთაგორიანი ქვეყანაა და ჩვენი ტერიტორიებიც ძირითადად კლდოვან და მთის ნაწილებს მოიცავს და ჩვენ გვიწევს აქ გადაადგილება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის, ასევე შეიძლება იყოს ცუდი ფაქტი გამოვლენილი, რომ ბრაკონიერი იყოს გადაადგილებული და ამ ბრაკონიერს უნდა გავყვეთ ჩვენ და აღმოვფხრათ ის ფაქტი, რომ არ მოხდეს რაიმე სახის უკანონობა და ასე შემდეგ. ჩვენი ძირითადი სირთულე არის ჩვენი რელიეფი, კლიმატიც და ასე შემდეგ. კლიმატი ახსენეთ და ალბათ თითოეულობაც რაღაც საფრთხეებს უქმნის იქ არსებულ მცენარებს. ამ შემთხვევაში თქვენი დატვირთვა როგორია და როგორ უმკლავდებით? დიდი თოვლის. თითოეულობის დროს ჩვენ
შორს არ შევდივართ, სიღრმეში არ შევდივართ, იმიტომ კვალი არ შევიტანოთ და ამ კვალზე არ გადაადგილდეს შემდეგ ბრაკონიერი. მოგეხსენებათ, რომ კვალზე ნადირობა ყველაზე აზარტული ნადირობაა და ბრაკონიერი აკვირდება თოვლზე ნადირის კვალს და ამ კვალს მიყვება, შემდეგ მიადგება ნადირს და ესვრის. ჩვენი მოვალეობა დავათვალიეროთ ბრაკონიერის კვალი, რომ არ იყოს შესული ნაფეხური. ჩვენ დავინახეთ ადამიანის გადაადგილება თოვლზე, მე ჩვენ მივყვებით ამ ნაფეხურს ბოლომდე და ვნახულობთ რა მდგომარეობა. სულ რამდენი რეინჯერი იცავს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს და ძირითადად რა არის რეინჯერის მოვალეობა, გარდა იმისა, რომ ველურ ბუნებაში არის გზამკვლევი და იცავს დაცულ ტერიტორიებს? ჩვენი ტერიტორიები დაახლოებით 25,000 ჰექტარს მოიცავს, საკმაოდ დიდი არის რელიეფის გათვალისწინებით, არის ჩვენზე დიდი დაცული ტერიტორიებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი რელიეფი ერთ-ერთი ყველაზე რთული რელიეფია. ეს 25,000 ჰექტარი იყოფა კვარტალებად. თითო კვარტალში თითო რეინჯერი დგას და პასუხისმგებელია ამ თავის სამშობლო კვარტალზე. ამიტომ მარტო გადავადგილდებით ჩვენ და ყოველ დღე როგორც ადამიანი ოფისში დადის სამუშაოდ, ჩვენი ოფისი და კაბინეტია ტყე და ყოველ დღე შურს. ამაზე გარემო კი არის სირთულეების მიუხედავად, მაინც დადებითი გარემოა და ბუნებას ისე სწავლობ, რომც არ უნდოდეს ადამიანს, მაინც უწევს რომ ისწავლოს და შემდეგ უკვე ამ გარემოს რომ შეიმეცნებს, მისთვის უკვე ჩვეულებრივი აღარ არის ეს ადგილი და სხვანაირ თვალით უყურებს უკვე ბუნება გასაგებია და მცენარეები, მაგრამ ანუ ცხოველებთან თუ დამეგობრდით. კი, რა თქმა უნდა, კი, ყველა შეისწავლეთ ალბათ მათი ხასიათი. დათვით, ირემით, ჯიხვით შევხვედრივართ არაერთხელ. ჩვენი ყოველდღიურობაა და გარდაუვალიც კი არის ცხოველთან დამეგობრება. მშვენიერია და რა თქმა უნდა ჩვენ არა მარტო რაღაცა მედიის, არამედ თითეული რეინჯერის მოვალეობაც არის, რომ რაღაცნაირად გავზარდოთ ცნობიერება იმაზე, რომ დაცული ტერიტორიები უნდა იყოს დაცული. როგორ უნდა დავიცვათ, ხო, როგორ უნდა დავიცვათ, ანუ რას ნიშნავს ტერიტორიის დაცვა და ჩვენს მოქალაქეებს რა ვალდებულებები გვაქვს ამ ყველაფერთან მიმართებაში. ტერიტორიებს დაცული სტატუსი არ ენიჭება, უბრალოდ ერთი გადაწყვეტილება. ვთქვათ, მე მომეწონა რაღაც ტერიტორია და მივანიჭებ დაცული სტატუსს, ან ნაღრზლის სტატუსს. აქ ძალიან დიდი კვლევა ტარდება, არა მხოლოდ მცენარეული საფარის, არამედ ნიადაგის მოგეხსენებათ სოკოებზეც ნიადაგის ქვეშ მიცელიუმები, ნიტორიზას სოკო მაგალითად, რომლის გარეშეც ორქიდეები არ ღირდება, ორქიდეის თესლი არ ხარდება, მიკორიზას სოკო არის ფესვის სოკო, რომელიც ეხმარება მცენარეს მიიღოს ისეთი კომპონენტები, რომლის გარეშეც არ ხერხდება თესლის გაღივება. ეს ყველაფერი მეცნიერების საკითხი არის, უბრალოდ არ ხდება ამ სტატუსების მინიჭება. ჩვენი ვალია რაღაც დონეზე მაინც ვიცოდეთ ადგილები, რასაც ნაგრძლები და დაცული ტერიტორიები მოიცავს, მისი ბიომრავალფეროვნება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ გადავადგილდებით იქ გულგრილად და გვეცოდინება რა ფასი აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ვცდილობ მე რომ გავიტანო ხალხში ის ინფორმაცია, მცენარეული საფარი იქნება ეს თუ ცხოველი იქნება, ფრინველი, რომ გაიცნოს ადამიანმა და გულგრილები აღარ ვიყოთ გარემოს მიმართ. გამოხმაურებებით ძალიან კარგი და თბილია, თუ არ ჩავთვლის ბოლო შემთხვევას, როდესაც რაღაცა მოხდა პატარა გაუგებრობა საქონელთან დაკავშირებით. და დასგწრენ ადამიანები და როგორია თქვენი კომუნიკაცია, თუ გაქვთ ხოლმე იმის დრო და საშუალება, რომ თქვათ აი ამ სიყვარულს, თუნდაც და აი ამ კომპლიმენტებს უპასუხოთ. ესეც რომ მნიშვნელოვანია, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად პასუხობ ხოლმე, მაგრამ იმდენ დროს საჭიროებს ეს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ყველას გამოეპასუხო. საქონელი ახსენეთ და მინდა აღვნიშნო, რომ საგაუგებრობა იყო, იმიტომ რომ ყველაფერს, რასაც მე ვამბობ, ლაგოდეხის ნაგრძლიდან და ლაგოდეხიდან გამომდინარე. მე არ ვიცი პირობითად რა ხდება, თქვათ, თუშეთში, ხევსურეთში, აჭარაში. მე აქ ვმუშაობ და ვიცი, აქაურობაზე შემიძლია ვისაუბრო. არ ვიცი, იქ ვერ გავითვალისწინებ იქაურო ვერც რელიეფს, ვერც კლიმატს, იმიტომ რომ იქ ნამყოფიც არ ვარ პირობითად. ამიტომ ხალხს ეგონა, რომ მთელ საქართველოზე მასე ვლაპარაკობი და არა, მე ვსაუბრობ მხოლოდ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიიდან გამომდინარე.
რაც შეეხება კომენტარებს, ყველას რა ვიცი, მადლობა მინდა უთხრა, ძირითადად დადებითი კომენტარებია ხოლმე. სულ 2 პოსტი იყო, რაც მე ამ კონტენტს ვაკეთებ, სულ 2 პოსტი იყო, რამაც გამოიწვია ცოტა ისეთი უხერხულობა, მაგრამ ეს ბალანსისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ესეთი დიდი სიყვარული რაღაცით უნდა დაბალანსდეს და თქვენ ყველაზე მეტად გაგიგებათ ეს, იმიტომ რომ ბუნებასთან ფაქტობრივად ბუნებასთან მუშაობთ. ძალიან დიდი მადლობა დაჩი, რომ არ დაგეზარათ, რომ ჩაგვერთეთ და აუცილებლად აჭარის ტელევიზია დადგამს ფეხს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს და ძალიან გიმასპინძლებთ და მადლობა მოწვევისთვის წარმატებები მთელ ჯგუფს. ძალიან დიდი მადლობა დაჩი მჭედლიშვილი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერი იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები ნამდვილად სწორედ ის ადგილია, სადაც ხმაურისგან შეგვიძლია თავი შევაფაროთ და ისეთი ბუნება, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ყოველი ნაბიჯით, ეკოლოგიას გავუფრთხილდეთ ჩვენს ირგვლივ ყველაფერს და მოკლედ კი ბატონო, დავიცვათ ბუნება და ზუსტად ამ საქმეს ემსახურება დაჩიც ის, არ ვიცი, ვისაც არ გაქვთ მისი გვერდი გამოწერილი, გამოიწერეთ, ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ მცენარეებზე და ზოგადად დაცულ ტერიტორიებზე. რეინჯერის დღიური ასეა ის Facebook გვერდზე, ასე რომ გირჩევ რომ შენც გამოიწერო სალომე. მადლობა, აუცილებლად გამოვიწერ. ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ დილის ტალღის გვერდით საქმე შეგიძლიათ გამოიწეროთ. ძალიან დიდი აქტიურობაა გვერდზე, შეგიძლიათ გასული სიუჟეტებიც ნახოთ და თქვენ საინტერესო თემებს რა თქმა უნდა იხილავთ. ჩვენ დღევანდელი გადაცემა ასეთი იყო. დღეს 21 იანვარია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ჩვენ კი ერთი კვირით გემშვიდობებით ხვალ ამ სტუდიიდან დემე და ანა შემოგიერთებიათ, არ ადაკლებ საინტერესო და აქტუალური თემებით. ნახვამდის.